საღამომშვიდობისა დაგლოცეთ მამაო. ქრისტე აღდგა ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და თქვენი პატიოსანი მაყურებელი და მსმენელი. ძალიან დიდი მადლობა მამაო ამ ნაბიჯისთვის. მადლობა რომ მომიტვიეთ. მე ვიცი რომ დიდად თქვენ არ გიყვართ ხოლმე ჟურნალისტებთან კომუნიკაცია და გიორგის მადლობა იმისთვის რომ ჩვენ დაგვაკავშირა. თემა რადგან შევარჩიე და თან თქვენც მითხარით რომ არ მინდა თემის ირგვლივ არ მითხრა რა როგორც შენ გაგიხარდება ისე გააკეთო მე მინდოდა პირველი ლაივისთვის პირდაპირ რაც ეხება სულიერებას სულიერი მოძღვარი რა უნდა იყოს როგორი უნდა იყოს ამ თემის ირგვლივ მოქვს კითხვები გამზადებული მაყურებელსაც ვეტყვი რომ შიგადაშიგ მამაოს დაუსვავ თქვენს მიერ გამოგზავნილ შეკითხვებს მხოლოდ თემის ირგვლივ რაც არ იქნება იმ კითხვას მაინც არ გავაჟღერებთ ყველად ნუ დაიღლით თავს და ნურც გეწყინებათ. რას ნიშნავს იყო სულიერი მოძღვარი დღევანდელობაში და ახალი აღთქმის მიხედვით როგორი უნდა იყოს სულიერი მოძღვარი? როგორც არისტოტელეს რიტორიკაში წერია, ყველაფერი დასაწყისით იწყება, ხო? მოდი ცოტა უფრო ისტორიულად და სიღრმისეულად დავიწყოთ. არსებობს ორი სახის ღვთისმეტყველება. პირველი, რასაც ღმერთი მეტყველებს თავის თავზე და მეორე, რასაც ადამიანი მეტყველებს ღმერთზე. მე მგონი უფრო პირველია საინტერესო, რასაც ღმერთი მეტყველებს თავის თავზე. განკაცებული ღმერთი იესო ქრისტე ბრძანებს, რომ არავის არ უწოდოთ არც მამა, რამე თუ ერთი გყავთ ზეციერი მამა და მეორე მოძღვარი ვარ მე მხოლოდ. ცოტა უცნაურია, ხო? აი ამ სიტყვებს პირდაპირ გაგებით იგებენ მწვალებლები და ჩვენ გვდებენ ბრალს, რომ რატომ იწოდებით მოძღვარად, თორსა იესო ქრისტეა მოძღვარი, რატომ გიწოდებენ მამაოს, როდესაც მარტო მამა ღმერთს უნდა უწოდოთ ასე, ხო? ეს მათესახარებაში წერია ეგ სიტყვები და ჩვენ რომ ვიცოდეთ თავიდანვე, მე რომ არ მეგონოს ჩემი თავი მოძღვარი და კიდევ ბევრ ადამიანს უნდა ვიცოდეთ რომ ბუნებითი მოძღვარი არის იესო ქრისტე, ბუნებითი ძე და ბუნებითი მოძღვარი, ანუ ყოველთვის ძე იყო და ყოველთვის მოძღვარი იყო და იყო დრო რომ მე არც მამა ვიყავი და არც მამაო არ ვიყავი, ხო? როდესაც ჩემი ბიოლოგიური შვილები შემეძინა, გავხდი მამა და როდესაც მადლით, ხირიტონით, ხელდასხმით გავხდი სასულიერო პირი, მერე გავხდი უკვე მადლით მოძღვარი. გასაგებია ხო? ბუნებითი მოძღვარი და მადლით მოძღვარი რა განსხვავება? ანუ მე ვალდებული ვარ გასწავლოთ ის რაც გვასწავლა თვითონ ბუნებითმა მოძღვარმა განკაცებულმა ღმერთმა. საკმარისია მე გადაუხვიო მარცხნივ ან მარჯვნივ, უკვე იქნება ეს მამა გიორგი თევდორაშვილის მოძღვრება და გავხდები უკვე დასაცინი. ასე რომ არ იყოს იგივე სურჩევ მე ყველა შემოსილ პიროვნებას, რომ ჩვენ არ ვისაუბროთ ის მე როგორ ფიქრობ, ან როგორ წარმომიდგენი, არამედ როგორ ფიქრობდა პეტრე, როგორ ფიქრობდა პავლე, როგორ განმარტავდა იოანე ოქროპირი, როგორ განმარტავდა ბასილი დიდი. ეს შეზღუდულობას კი არ ნიშნავს, ეს პირიქით გვანთავისუფლებს ცდომილებებისგან. იმიტომ რომ ბიბლიის საცავში სიბძნის საცავში რო შევიდეთ, ჩვენ გვჭირდება გასაღები. დაკეტილია და ეს გასაღები არის ეკლესიის წმინდა გარდამოცემა, რომელიც თავისუფლად აღებს კარებს შევდივარ და იქ უკვე ასეთი გამზადებული სულიწმინდით დაწერილი განმარტებები წერია. მე თუ ამ გასაღებით არ შევალ ბიბლიის წიაღში, მაშინ პარავი და ქურდი ვარ და პატარა ფანჯრიდან უნდა გადავიპარო და აი როგორც აინშტაინი ამბობდა, რომ აინშტაინს ეუბნებოდნენ, რომ საიდან ამდენი განათლებაო, ამდენი ფორმულები, საიდან მოიგონეო? არაო, მეო ღმერთის ლაბორატორიაში ვიპარებიო და იქიდან ვიწერო ფორმულებსო. ნიუტონმა კი არ მოიგონა მიზიდულობის კანონი, აღმოაჩინა. გესმით? საკმარისია ჩვენი თავით, როგორც პავლე მოციქული ამბობს, რომ პეტრე გაეკრა ჯვარზე, შილა გაეკრა ჯვარზე, ან სხვა რომელიმე მოციქული, ხო? ამიტომ თუ ჩვენ თანამედროვე მოძღვრები ყოველთვის ასე ვთქვათ, ვიხემძღვანელებთ სულიწმინდით განმარტებული, ასე ვთქვათ, ეგზეგეტიკით, ჩვენ შეცდომას უკვე არ დაუშვებთ.
მისმენს ყველა მიცის ქადაგება იქნება თუ სატელევიზიო გამოსვლა ყოველთვის ციტირებ წმინდა მამების განმარტებით და უკვე შეცდომა გამორიცხულია, იმიტომ რომ ეკლესიას მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, დღეს ბევრი პოლემიკა იმართება, ხო, როგორ ცხონდებით, რა არის მადლი, რა არის წარწყმედა. ამის შესახებ ეკლესიამ 21 საუკუნე უკვე იმსჯელა და სირცხვილია დღეს ახლა მე ვინმესთან დავჯდე და დავიწყო ამის მტკიცებულებები, იცი შვილო ასე, არა, მე უფრო ეხლაფრით განმარტებულია 7 სოფლიო საეკლესიო კრებაზე. იოანე დამასკელმა მერვე მე-9 საუკუნეში ეს ყველაფერი ასე თქვა შეკრიბა როგორც კონსპექტის სახით მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გარდამოცემა. როგორც კი ჩვენ დაგვაინტერესდება რა არის მადლი, რა არის ცხონება, როგორ უნდა გადავრჩე, როგორ უნდა მოვიქცე, ნახავთ და ყველაფერი გამოზადებული პასუხები და დღეს თუ რამეზე კამათი მიდის, ეს არის მაპატიეთ უმეცრების ცოდნის ნაკლებობის ბრალი. რამე თუ უმეცრება არის ცოდნის ნაკლებობა, სიცივი არის თითქოს ნაკლებობა, სიბნელე არის სინათლის ნაკლებობა, ხო? სიკეთე ბოროტება არის სიკეთის ნაკლებობა. ამიტომ მადლობას გიხდით ეკლა თქვენ რომ აი ასეთი საინტერესო გადაცემები გაქვთ TikTok-ზე, აქავე თავს დავისღებ და ვიტყვი რომ შეიძლება გარკვეულმა მოძღვრებმა განმეკითხონ რომ მამა გიორგი ხა TikTok-ზე რა გინდა შენ, ხო? აი მე პირდაპირ გეტყვით რომ პავლე მოციქული რო ჩვენი თანამედროვე იყოს, ან იოანე ოქროპირი ნამდვილად იქნებოდნენ ისინი სოციალურ ქსელში. როგორ? იმიტომ რომ რომის დროს, ოდესაც რომის იმპერია არსებობდა, სატელიტი ინტერნეტი იყო რომის გზა. სადაც კი რომის გზა შედიოდა, ანუ სადაც Wi-Fi იჭერდა, იქ მიდიოდა პავლე მოციქული და ქადაგებდა. დღეს პავლე მოციქულის ღვაწლი ჩვენ რო გავიმეოროთ, 100 მისიონერი გვჭირდება თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი და იმას მაინც ვერ გავაკეთებთ. რატო? იმიტომ რომ ის სული წმინდის მადლით მოქმედებდა. იგივეს გააკეთებდა იოანე ოქროპირი, ზუსტად ვიცი რომ მას გვერდი ექნებოდა სოციალურ ქსელში. ამიტომ ის ქადაგებდა რომ ჩვენი ქადაგებაო არისო ძალიან სუსტიო, კონსტანტინოპოლს არ სცილდება. ხა კონსტანტინოპოლი მოგეხსენებათ მეორე რომია, რადონის მასშტაბებია, მაგრამ უკმაყოფილო იყო ის თავისი თავით. ანუ ნებისმიერი მოციქული და ნებისმიერი წმინდა მამა გამოიყენებდა ყველანაირ საშუალებას, რომ ყველა ადამიანის ყურებამდე მისულიყო ღვთის სიტყვა, რომელიც ორლესული מחვილივით არის და აღწევს ჩვენს სულში და ჩვენს გულში და ჩვენი განწმენდისთვის არის. და მე მადლობელი ვარ იმით, რომ მომეცა საშუალება აი ამ სივრცეში, ასე თქვათ, პირველი სიტყვა თქვა. კი მაქვს მე გვერდი დეფიქ ჩემს გარკვეულ ვიდეო რგოლებს, მაგრამ აი ასეთ ფორმატში, რომ ასეთი განათლებული და გონიერი ჟურნალისტი კითხვებს მისვავდეს, პირველად ვარ. ასე რომ დავიმახსოვროთ შემოკარგებო, მოძღვარი ბუნებითი არის იესო ქრისტე და ყველა მართლმადიდებელი მოძღვარი, რომელიც ხელდასმულია მართლმადიდებელ ეკლესიაში კანონიკურად, უნდა ქადაგებდეს იმას, როგორც ამბობს წმინდა ბიკენტი ლირინელი მე-4 საუკუნეში. ჩვენ ვქადაგებთ იმას, რასაც ყოველთვის ყველგან და ყველა ქადაგებდა, ანუ ჭეშმარიტებას. და დანარჩენი თუ რამე გაუგებრობა, იცოდეთ რომ გაუგებრობა არის ყოველთვის უმეცრებიდან და ცოდნის ნაკლებობიდან გამომდინარე. აი ეს არის ჩემი პასუხი. დიდი მადლობა ესეთი ამომწურავი პასუხისთვის. სიმართლე გითხრათ, ამ თემაზე შეკითხვა მე-6-ე დანომრილი მქონდა და ესეთი ფორმულირებით მქონდა და ალბათ კიდევ მე ამასაც დაამატებთ. ზოგადად მე ვხსნი ხოლმე და რამდენად სწორად ვხსნი, ახლა თქვენ სიტყვებშიც დავწმუნდი და თქვენი ნათქვამიდანაც დავწმუნდი. ვთვლი ხოლმე, სადაც მეტი საცდურია და სადაც მეტად შეიძლება ეშმაკმა მართლმადიდებელი ქრისტიანის გონება მოწამლოს, იქ უნდა იყოს სადარაჯოზე სულიერი მოძღვრები. მე ესე ვთვლი, ჩემი პირადი მოსაზრებაა და რაღაც დოზით თქვენმა სიტყვებმა ეს ყველაფერი გამიმართლა. კითხვა იყო ესეთი, რა როლს თამაშობს სოციქსელები რელიგიური კუთხით, როდესაც ვხედავთ უამრავ ლაივებს რელიგიასთან დაკავშირებით, სადაც ხშირ შემთხვევებში არასწორი მიმართულებით მიჰყავთ მრევლი და თვლით თუ არა რომ ასეთ დროს სულიერმა მოძღვრებმა უნდა იაქტიურონ თუ არა სოციქსელებში, იქ სადაც ყველაზე დიდი ეშმაკის ბუდე და საცდურია იმისთვის, რომ დედა ეკლესიამ ცდარი და ცრუ სწავლებების გამო თუნდაც ერთი სულიერი შვილიც კი არ დაკარგოს. და იმხელა ამომწურავი პასუხი გაეცით ამ კითხვაზე,
თუ რამეს დაამატებთ ამ თემას მოგისმენთ თუ არა და უკვე გადავალ შემდეგ შეკითხვაზე. ნამდვილად საინტერესო შეკითხვა და ჭირდება ამომწურავი პასუხი. დავამატებ თეკლა იმას, რომ 2005 წლიდან მე გახლავთ მსჯავრდებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. დღეს მეუფე მიქაელი ბრძანდება და მე თანაშემწევარ მისი და ერთ რამეს ვეთქვი ყველა მშობელს, ყველა მოძღვარს და ყველა პედაგოგს. თუ ჩვენს შვილებს სკოლებში, ბაღებში და უნივერსიტეტებში ბიბლიას და წმინდა წერილს, ანუ ღვთისმეტყველებას არ ვასწავლით, მათ ამის გაკეთება ციხეებში მოუწევთ. როგორც კი ადამიანს დაიჭერენ და თავისუფლებას აუკვეცავენ, მაშინვე ითხოვს მოძღვარს, მაშინვე ითხოვს ბიბლიას და გულისხმება, რომ მე რომ გარეთ ვიყავი, რატომ არ დავდიოდი ეკლესიაში და რატომ არ მივდიოდი მოძღვართან. თქვენ როლი ახსენეთ, შეგისწორებთ, როლი არა, მისია. მათ ესახარება მთავრდება ასე, წარვედით და მოიმოწაფენით ყოველი წარმართნი. იქ არ წერია დიდი, პატარა, ქალბატონი, ეროვნება, ხო? ჩვენი ნომერ პირველი მისია არის ქადაგება, ღვთის სიტყვის ქადაგება. სამწუხაროდ ერთ რამეს გეტყვით და შეიძლება ვინმეს ეწყინოს. ჩვენ პროტესტანტები დაგვცინიან, რომ მართლმადიდებლებიო ბიბლიასო ეამბორებიანო, ჩვენ კიდევ კითხულობთო. მარტო ამბორი და წირვაზე მოსმენა ბიბლიის ძალიან ცოტაა, ჩემოკარგებო. არ უნდა გავიდეს ერთი დღე, რომ ერთი თავი მაინც არ წავიკითხოთ, ერთ თავს რომ დაკვირვებით წავიკითხავთ, მეორეს წავიკითხავთ, მესამეს და ყველა ჩვენთაგანისთვის და ყველა თაობისთვის საინტერესო სწავლებებს აღმოვაჩენთ. აი მაგალითად, ახლა ვიცი რომ ახალგაზრდები ჩვენ გვიყურებენ და მე მინდა მათ შეკითხვა დაუსვა. ყველაზე ერთგული და საყვარელი მოწაფე ვინ იყო? იესო ქრისტეს. იოანე ღვთისმეტყველი, ყველაზე ახალგაზრდა. ყველამ მიატოვა ქრისტე. ივანე ოქროპირი ამბობს, რომ უკანასკნელ ავაზაკსაცო ვიღაცები გააცილებდნენო ჯვარზე და ერთგულად ბოლომდე მიყვა იოანე, რატო ახალგაზრდა იყო, შემართებული იყო და შეიძლება ცოტა უფრო დაკიდეს ხო თავში, რა არ დაფიქრდა. ცოტა ასაკიანი ხალხი დაფიქრდებოდა, ახლა მე შეიძლება შემივპყრონ პეტრემ სამჯერ უარყო, ხო? მაგრამ იოანე არც კი დაფიქრებულა და რა მოისმინა იოანე, მინდა ყველა ახალგაზრდამ ეს დაემახსოვროს, მაცხოვრის ჯვარცმასთან იდგა დედა ღვთისმშობელი და იოანე. დედა, აი შვილი შენი, იოანეზე მიმართავს ღვთისმშობელს და შვილო, აი დედა შენი. და ეს სიტყვები მინდა ყველა ახალგაზრდამ დღეს მოისმინოს. ახალგაზრდებო, თქვენ დედა ღვთისმშობლის შვილები ხართ. არასდროს შეიგინოთ დედა, არასდროს იბილ სიტყვაოთ. ბევრი იკითხეთ, ბევრი იმეცადინეთ. კარგია ფიზიკა, მათემატიკა, მე 5 შვილის მამა გახლავარ და ჩემი შვილები ყველა უმაღლესი განათლებით არის. და ჩემს ოჯახში პრიორიტეტი არის წიგნი, სულიერება და ხორციელი განათლება. ამის გარეშე ჩვენ წარმოუდგენელია რომ ღმერთი შევიმეცნოთ, მაგრამ მშობლებო, თუ დაკავთ ქიმიაზე, ფიზიკაზე, სპორტზე, რატომ არ დაკავთ ეკლესიაში? იცით, ჩვენ როცა მოვუწოდებთ, რომ სად არის თქვენი შვილი ან შვილიშვილი, აი დრო არ აქვს. რისთვის არ აქვს დრო? 6 დღე ხო არის კვირაში, ხო? ნუ თუ არ შეიძლება რომ ჩვენი შვილები 1 საათი მაინც მოვიყვანოთ ეკლესიაში, თუმცა პატარები რო იყვნენ დაყავდა. მაგრამ არ გაჩერდნენ, რატო იცით, რომ იქ რაც ესმოდათ, იმას ცხოვრებაში ვერ ხედავდნენ მშობლებში. აი ერთ პატარა პატერიკს მოგიყვებით, რუსეთში ხდება ასეთი რამე, ასეთი ლავრა არის ძალიან დიდი, როგორც ჩვენ დასვეტე ცხოველი და დავით გარეჯი. სერგეევის ლავრა ქვია, მონასტერია ძალიან დიდი და იქ არის პატარა, ესე იგი, მსჯავრდებულებისთვის საპყრობილე, მოზარდებისთვის საპყრობილე. იქ შევიდა ერთი მოძღვარი და უკადაგებს ბავშვებს ღმერთზე. და ერთმა ბავშვმა დაიწყო ტირილი. და რატო ტირი ხარო ეუბნება? დედა ჩემიო, ამ ლავრის მრევლიაო. მერეო გაიყვანა ცალკე. მერე ერთ ლოცვას არ აცდემსო, მაგრამ სახში რომ მოდისო, ტელევიზორს უყურებსო, ისეთ უხამს ფილმებს უყურებსო, იწევლებაო და ბიციტყვაობსო. და დაბრკოლდა, გესმით? და ძალიან ბევრი ჩვენი სამწუხაროდ სასულიერო პირიშვილებიც, ხო? შეიძლება დაბრკოლებულები არიან მშობლებზე. ეს გულახდილად მინდა რომ თქვა, არავისკენ არ გავიშვერთ ის, რომ რასაც ეკლესიაში ისინი ისმენენ და ხედავენ, სამწუხაროდ იმას ცხოვრებაში ვერ ხედავენ.
და ბავშვი რომ მოიყვანეთ ეკლესიაში მარტო ის არ უნდა უთხრა რომ პირი გააღეშვილო ეხლა მამაო გაზიარებს ცოტა ხანი უნდა ჩამოუჯდეთ და მის ენაზე გადმოუთარგმანოთ სახარება რაზე წაიკითხა მამაო ან რომელი წმინდანის ხსენება სამწუხაროდ ეს ბევრგან ასე არ ხდება ხო ღმერთმა დაგლოცავთ გილოცავთ კარგად იყავით არ არის საკმარისი შემოკარგება 21 საუკუნეა დღეს ბავშვები აგერ შედიან და უამრავ ქადაგებას ისმენენ ჩვენ ხო უნდა უთხრათ შვილო ეს არ არის სწორი ქადაგება ეს სწორი ქადაგება მაგრამ ჩვენ თუ არ უთხარით ჭეშმარიტება სად არის ისინი დაიწყებენ ძებნას და ვერ იპოვნიან და ასეც ხდება ფაქტიურად ხო ძალიან ბევრი ახალგაზრდა თვითმარქვია გახდა თვითონ თავის ჭკუაზე განმარტავს და მან არ იცის ნებით და ზოგი უნებლიეთ ნებში არა ისინი ზუსტად ვიცი რომ ეკლესიის ტრები კი არ არის მათ ასე ესმით მე ჩემი ბავშვობა მახსენდება 90-იანი წლების საბჭოთა არმიის რიგებიდან რომ დაუბრუნდი მინდა რომ წავიკითხო ბიბლია მაგრამ ვინ უნდა გამიმარტოს ხო ერთმა პატიოსანმა მოძღვარა მეთქა წადიო შვილო ისწავლეო და შენ გამოდიო ისეთი მოძღვარი როგორიც შენ გინდა რომ ყავდეს ანუ როგორი თბილი მოსიყვარულე მცოდნე მოძღვართა რომ მეხვადლა გეტყვის დრო არ ამაქო აპატიეთ რა რას ქვია აბა რისი დრო გაქვს როგორ შეიძლება წირვა დასრულდეს და ყველა წავიდეს სახლებში მაშინვე არა ეს ყველაფერი ჩვენ ხო უნდა გადავხარშოთ რაზე იყო დღევანდელი სახარება აი ამ წმინდანის ცხოვრება ჩვენ ხო შეგვიძლია წავიკითხოთ მაგრამ მოძღვარი სხვანაირად დაგვიხსნის სხვანაირად დაგვანახებს ამ ყველაფერს მაგრამ ცოტა გვეზარება მაპატიონ ჩემმა ძმებმა არ განვიკითხავ ცოტა გვეზარება ჩვენ და ის ვინ ცოტა აქტიურობთ ახლა სოციალურ ქსელში განვიკითხავენ რომ აი Facebook-ის ღუდლები რაც გინდა ისა თქვა ახლა TikTok-ის ღუდლებს დაგვიძახებენ ხო ალბათ მაგრამ ღმერთი არ მეტყვის რომ მამაო რატო იყავი TikTok-ზე რატო არ იყავიო იმას მეტყვის მე ხლა არ ვიყავი დიდი ხანი მაგალითად 10 წლის წინ არც სოციალური ქსელი მქონდა არაფერი და ჩემმა მრევლმა მითხრა მამაო თქვენი YouTube-ზე იყო ხოლმე ჩემი ვიდეო რგოლები საპატრიარქოს ტელევიზიაზე რომ გამოდიოდი და ბევრი ვიდეო რგოლები იდებაო და ბევრი მოწონებები აქვს და არ გინდაო მამაო რომ Facebook-ი გაგეხსნათ ეგ რა არის რა საჭიროა აი ასე გამიხსნეს და დავარქვით სამეუფეო გზა მე არ ვჩანდი საერთოდ ვინ ვიყავ და მე ძალიან ბევრი მოწონებები ქონდა ჩემი ნააზრევები იცით რომ რაღაცებს წერ ხომ ხანდახან და ეგ რას ნიშნავს მეთქი იმას ნიშნავს რომ მამაო თქვენ ქადაგებას 1000 2000 3000 ადამიანი რა კარგი რამე ყოფილა მეთქი გამეხარდა მე საშინვე და ეხლა 30000 გამომწერი მყავს აქედან ნახევარზე მეტი ხო მაინც მომისმეს კაი თქვა 5% მლანძღავს 25 ხო დაფიქრდება შეიძლება არ მეთანხმება შეიძლება მაკრიტიკებს მაგრამ დადგებად რომ ღვთის სიტყვა ჩაითესება მათ გონებაში და ყველაზე ძალიან რო გაუჭირდებათ მე გაახსენდებათ უდლების ნაკადაგები TikTok-ზე ხო რა ვიცი მე ასე რომ ერთი და კარგული თუკი მე კონსტიტუცია დამიწერა ქრისტემ რომ წადი და მოიმოწაფე პავლე მოციქული უფრო მე ყველასთან ყველაფერი გავხდი რათა ისინი შემეძინა ურჯულოსთან რჯულიერი უპატიოსთან პატიოსანი მაგრამ სიყვარულით აი ხანდახან იციან ხოლმე თეკლა აი მამაო ეს შეიძლება ეს პავლე რასამოს უყურეთ ნახეთ რამხელა ბრძენია პავლე რომ ჩემთვის ყველაფერი ნებადართულია ანუ თავისუფალი ვარო მაგრამ ყველაფერი სასარგებლო არ არისო ხო და ჩვენ ახალგაზრდებს უნდა უთხრათ სანამ ისინი ახალ ველოსიპედს მოიგონებენ უკვე ბილიკე შვილო გაჭრილია ტყეში და არ გადაუხვიო აქეთ-იქით უსიერ ტყეში დაიკარგები და მგელი შეგჭამს რა მეც ვიყავი შენ ხელა მიკრო და თავში რაღაცები და მოდი გთხოვ შვილო აი ამ გზაზე გაიარე რა აი ამ გზაზე გაიარე და იარე სწორედ მშვიდად აუჩქარებლად მე შენ გვერდზე ვარ მე ვიქნები შენი მასწავლებელი იგივე სენსეი თანამედროვე ენაზე რო თქვა ხო სპორტსმენების მასწავლებელი ჩვენს დავდიოდით სპორტზე რა უნდა დააშავონ ახალგაზრდება ჩვენ უკვე რომ არ დაგვეშავებინოს ბავშვობაში ხო რატომ დაადგინა მღვდლად ადამიანი და არ ანგელოზი თქვენ წარმოგიდგენიათ ეხლა ანგელოზი რომ TikTok-ში ჩაერთობოდა ან ანგელოს რო ახსარება უთხრა მაშინვე ცეცხლს ჩამოიყვანდა და დაგწვავდა ხო ანგელოზი ვერ გაიგებდა რა რეებს მეუბნე და მღვდლად
ადამიანი დაადგინა ღმერთმა, იმიტომ რომ უდელი ჩვეულებრივი ადამიანია, ოღონდ ხელდასხმული და მისთვის არანაირი ცოდვა უცხო არ არის, რა თქმა უნდა, ადრე, ხო? და ამიტომ ესეთი მოძღვარი იყო მამა ანტონ გულიაშვილი, რომელიც ბათუმში მოღვაწეობდა. და ესეთ რამეს ამბობს, რომ ჩემთან მოვიდაო ახალგაზრდა ბიჭი 14 წლის, რომელმაც უკვე მოასწრო ძალიან ბევრი სივილწეო. და რომ ჩამაბარ ახსარა და ეხლა ელოდებოდაო რომ მე მეხს დავატეხავდიო თავზე. და უთხარი შვილო, არა უშავრო, ეგენი მეც ჩადენილი მაქვსო. და სახი გაუწყინდა. თუმცა ჩადენილი არ ქონდა, მაგრამ ესე რაღაცნაირად შეუმსუბუქა ეს წმინდა მამების სტილია. მაგრამ თუ ჩვენ დაყენებული სახით რიგორისტულად ესე დავიწყებთ ახალგაზრდების განკითხვას, შემაწანწალა, შეუარგისო, აუ ტატუები გაქვს, აუ თამბაქოს ეწევი, აუ შენ ღამის კლუბში იყავი, აუ შენ რა გეშველება, შე ტარტაროზო და ასე შემდეგ, არა? როგორც საკუთარი შვილები, ისე უნდა ჩავიკრათ გულში ის ბავშვები. მე ყველას უყურებ, როგორც ჩემ 4 ქალიშვილი მყავს და 1 ვაჟიშვილი და ყველას უყურებ, როგორც ჩემ შვილებს. რა მნიშვნელობა აქვს მას, რა უსვია თავზე, რა უკეთია, რა როგორ არის? ის არის ოქრო ნაგავში ჩაგდებული. და მე ჩემი მისია რომ ის ოქრო ამოვიღო იქიდან, გავასუფთავო და თავის ადგილზე დავაბრუნო. მაგრამ მე თუ შევაფასებ იმას, რომ ეს ბინძური, ჭუჭყიანი, ცოდვილი რა გამოვა, მე ჩავარდები განკითხვაში, ხო? და უფრო დიდი ნაპრალი გახდება ჩვენსა და ახალგაზრდებს შორის. მე ვფიქრობ, რომ თქვენაირი ჟურნალისტები და თქვენაირი გადაცემა ძალიან ბევრი უნდა იყოს, რომ TikTok-ში ცუდი გადაცემებისთვის ადგილი აღარ უნდა იყოს. თქვენ უნდა დაიკავოთ სივრცე. იცით, არ მინდა რომ შეგაქოთ, მაგრამ ვერ დავმალავ. ძალიან ბევრმა ადამიანმა მითხრა, ჩემმა გამომწერებმა და სულიერმა შვილებმა, თეკლას ვიცნობ, თეკლას უსმენთ, უყურებთ და ძალიან კარგი ადამიანია და მოგწონსო მისი ლაივები. ასე რომ გიორგი, მე თქვენთან მქონია გადაკვეთა, უბრალოდ თქვენ არ გეცოდინებათ. თქვენამდე არ მოვედი, მომერიდა მაშინ და მაგიტომ დედასგან ვიცი თქვენ შესახებ, თქვენ ძალიან კარგად წერთ და სასწაული შემოქმედება გაქვთ და იყო პერიოდი, როდესაც პატარა იყო ჩემი ქალიშვილი, ვასწავლიდი პატრიოტულ ლექსებს და მაქედან გამომდინარე ჩამიგდო 1-2 თქვენი ლექსი ემიგრანტია და ემიგრანტები როგორ გადევნებენ თვალს, თქვენ კარგად იცით და მოგეხსენებათ და იყო მომენტი, როცა სალი კოლხელის კრებული მოგიტანეთ ტაძარში და მესანთლესთან დაგიტოვეთ, იმიტომ რომ მომერიდა თქვენამდე მოსვლა, რადგან არ გიცნობდით მაშინ. და აი აქედან დაიწყო თქვენზე თვალყურის დევნება, როგორი ქადაგებები გქონდათ, როგორი პოეზია გქონდათ და სხვანაირად გულში მოხვდით და გიორგის იმიტომ ვარ ესეთი მადლიერი, სადაც მაშინ მე მომიხათრა ეს წლების წინანდელი ამბავია. სადაც მე მომერიდა თქვენამდე მოსვლა, ალბათ უფლის ნება იყო, რომ პირველი სულიერი მოძღვარი, რომელიც გიორგი მითხრა, რომ იცი რა თეკლა, მამა გიორგი სიამოვნებით ჩაგერთვება ვესაუბრე მას შენზე და თქვენ აღმოჩნდით. ვიცოდი, ვიზეც იყო საუბარი, მაგრამ გვარის დაკონკრეტება მაინც მოვთხოვე. ფიქრობდი მეთქი ადამიანი ვარ, იქნება ვწდები და თქვენ აღმოჩნდით და ეს ჩემთვის იყო ძალიან დიდი ნიშანი საიმისოთ, რომ სწორ ადგილას მოვხვდი და თქვენამდე მე თუ ვერ შევძელი უფალმა ისევ მომიყვანა და მადლობა უფალს და მადლობა გიორგის იმისთვის, რომ ჩვენი გზები ესე კიდევ გადაკვეთა ხელმეორედ. ყველაზე მთავარი რაც არის ჩემთვის ეხლა, რასაც ვუყურებ ხოლმე, ვუსმენ ძალიან ბევრ არასწორ გადაგებებს, თქვენი ახსნის არ იყოს ახალგაზრდებისგან, მაგრამ რამდენად სწორად უსვამ შეკითხვას, ეს მაინტერესებს ეხლა თქვენგან და მე უკვე გაშლით ამ თემას. როგორ უნდა არჩიოს ადამიანმა სულიერი მოძღვარი და საერთოდ სწორია თუ არა ეს ფორმულირება, რომ მოძღვარი უნდა არჩიო. იმიტომ რომ ნახეთ რეგიონებში ნაკლები შესაძლებლობაა. ჩემს ბავშვობაში, როდესაც მე მოვინათლე სამტრედიაში ვცხოვრობდით მამაო და მაგ პერიოდში სამტრედიაში საერთოდ ტაძარი არ იყო. ილორის წმინდა გიორგიში მოვინათლე და იანეთში ქალაქიდან ძალიან შორს, მაშინ ტრანსპორტის პრობლემა იყო, ისეთ პერიოდში ვიყავი, არეულობის პერიოდი იყო მაშინ და ფეხით გვიწევდა ტაძარში, ფეხით მატარებდა ხოლმე დედა. ანუ ქალაქში საერთოდ არ იყო ტაძარი. და მერე გაიხსნა პირველი ტაძარი სამტრედიის ცენტრში და იქ გავაგრძელე მერე უკვე სიარული. და რამდენად სწორია ეს, რომ აარჩიოს სულიერი მოძღვარი. დიდ ქალაქებს აქვს ამის ფუფუნება, რომ თქვათ მიხვიდე გაესაუბრო, შენ იგრძნო რომ მასთან გახსნილი ვერ იქნები, ვერ ისაუბრე ბოლომდე გახსნილად და სხვასთან ეძებო მერე უკვე გადახვიდე იქნებ სხვა ვნახო. ეს რამდენად სწორია ეს მიდგომა.
თქვენ უფრო ლამაზად აღნიშნეთ, ადრე იყო ჩემ დროს მოდაში ავიყვანო მოძღვარი და ერთ მოძღვართან მივიდა გოგონა და მამინდა რომ აგიყვანო რა დავაშავე შვილ რატო უნდა ამიყვანო უყურეთ თეკლა ხო იპოვნე მოძღვარი ვინც ეძებს პაულობს ხო იოროს თეოს ვლახოსი მართლმადიდებელ ფსიქოთერაპიაში ამბობს რომ უნდა ილოცო ითხოვო რომ შესაბამისი მოძღვარი გამოგიგზავნოს ღმერთმა და ბუნებითი მოძღვარი ესო ქრისტე აუცილებლად გამოგიგზავნის არ უნდა ვიჩქაროთ პირველ რიგში ზოგს გონია რომ ვისაც პირველი აღსარება ჩააბარა ის არის მისი მოძღვარი არა უყურეთ არსებობს დაწყებითების პედაგოგი ხო პირველი კლასიდან მეოთხე კლასამდე მეოთხე კლასიდან მე-9 კლასამდე არის სხვა პედაგოგი კიდე ხო და მე-9 კლასიდან მე-12 კლასამდე სხვა პედაგოგია თუ ისეთი პედაგოგი შეგვხვდება მოძღვარი რომელიც პირველი ნოლიჯ გუფლიდან მე-12 კლასამდე და სასულთევლამდე გაყვება დიდებულია და ბრწყინვალეა ხო ნახეთ პედაგოგი სიტყვა პედაგოგი რას ნიშნავს ეს არის ბერძნული სიტყვა პაისი არის ბავშვი და გოგია არის მყვანებლობა, ყრმათ მყვანებლობა. ანუ ესეთი პიროვნება იყო მონა, რომელსაც ბატონის შვილი მიყავდა დიდასკალოსთან, ანუ დიდ მასწავლებელთან. ანუ მოძღვრის მასწავლებლის მოვალეობა არის, რომ ბავშვი, ანუ ნებისმიერი ადამიანი, ყველა ხო ჩვილია ქრისტეში, მიიყვანოს იესო ქრისტესთან. მოძღვარი თუ ადამიანს მიიყვანს თვით განდიდებამდე, აი ჩემი მამაო, სხვა მამაოებს ვერ უსმენ, ჩემი მამაოს წირვის გარდა ვერავის ვერ უსმენ. უკვე სექტა, უკვე დაღუპვა. ნებისმიერმა მოძღვარმა მრევლს უნდა შეაყვაროს იესო ქრისტე. გაიხსენეთ პეტრე მოციქულის სიტყვები, ხო? გიყვარმია დამწყემსე ვინო, შენი თუ ჩემი? ჩემიც ხო ვარნიო, ხო? და თუ ეს გვეცოდინება, რომ ბუნებითი მოძღვარი ქრისტეა, ჩვენ ყველა ვართ პედაგოგები, რომელსაც ბავშვი უნდა მივიყვანოთ ჭეშმარიტებასთან და აუცილებლად ეკლა როგორც თქვენ იპოვნეთ, ვინც გულით ითხოვს, ვინც რეკავს გაიღება, ვინც ითხოვს მიეცემა. მაგრამ შეიძლება ერთ ადამიანს ჩააბარო ახსარება რაღაც მე ცოტა გავიზარდე და აღარ მაკმაყოფილებს იმ მამაოს ცოდნის დონე, ხო? სირცხვილი არ არის. მამაო, მადლობა, ნახვამდის დიდი მადლობა რომ აია მასწავლეთ და ეხლა მივდივარ მე-4-მე-5 კლასში თქვა და შეიძლება წლების და შეიძლება მეცაც გეტყვით რომ შეიძლება მოძღვარი საქართველოშიც არ ცხოვრობდეს და ესე ტელეფონით და იმით კონდეს ურთიერთობა ან საერთოდ არ იცნობდე მისი ქადაგებებით იქნა დამოძღვრილი მაგრამ შეიძლება სხვა მოძღვარმა წაგიიტყოს შენდობის ლოცვა და მოქცეს კურთხევა ზიარებაზე მოძღვარი ესე მარტივი ასარჩევი არ არის შესარჩევი ხო ითხოვეთ გული და სულით და თქვით რომ მოიარეთ რამოდენიმე ტაძარი და ვისი ქადაგებას შეეხება თქვენ გულს და რაღაცნაირად გათბება გული ხო და გინდა რომ შეეფარო როგორც წიწილა კრუხს აი ესეთი მდგომარეობას აი მაშინვე მიხვდებით რომ ის უნდა იყოს თქვენი მოძღვარი და ნუ ეტყვით რომ მაინც და მაინც ჩემი მოძღვარი მინდა იყოთ მამაო შეიძლება რომ ახსარება ჩაგაბაროთ მაშინ აი ახსარე მოძღვარი მინდა რომ იყოთ მე ყველას ვეუბნები მოიცადე რა ნოჩქარო იარე ნარეყალაზე და თუ ჭკვაში დაგიჯდება ჩემთან ურთიერთობა დარჩი შვილო და ეხლა რომ მითხრა მოძღვარი იყავი და მე წახვიდე გული მეტკინება არ გინდა რა ნუ დამარქვე მოძღვარს კაცო მოძღვარი მქვია მაგრამ შენი მოძღვარი ჯერ ვერ ვიქნები იმიტომ რომ შენ ეხლა ცოტა აჯიტირებული ხარ შეიძლება ხოლე გადაიფიქრო და მე უკვე რაღაც არ არის ლამაზი ხო მამა გიორგისთან დავდიოდი იმასთან დავდიოდი და რაღაცნაირად არ არის ლამაზი აი თვითონ ჩვენი სული გვიკარნახებს აი მაგალითად ხორციელად ჩვენ ხო ვირჩევთ ჭიდაობა მიყვარს კრივი მიყვარს თუ რა მიყვარს ხო არის ადამიანს ეთყობა რომ აი მოკრივე უნდა გამოვიდეს კალადურთელი მონაცემები ესეთი აქვს ხო და სულიერად უკვე მიხვდება რა ყველა გონიერი ახალგაზრდა იქნება თუ ძველგაზრდა იქნება იტყვის აი ეს ადამიანი უნდა იყოს ჩემი მოძღვარი რატო ისე შეეხება მის სულს აი როგორც პეტრე რომ თევზაობდა თელი ღამე რო ვერაფერი დაიჭირა და როგორც კი მივიდა ქრისტე და უთხრა ბადეო მოისროლეო მარჯვნივ ხო უყურეთ პეტრე რო ქართველი ყოფილიყო იტყო და შენ მე რას მასწავლი კაცო თელი ღამე თევზაობდი ვის გაუგია დღისით თევზის დაჭერა ხო მაშინვე დაემორჩილა
მიხვდა ვინ იყო მის წინაშე და რა უთხრან გახსოვთ გამშორდი უფალო ცოდვილი ვარო და მიატოვა თავისი ბადე თავისი ნავი და დაემოწაფა როცა მოძღვარს ახლა მინდა ხაზგასმით აღვნიშნო მე ბევრი ადამიანი მწერს პირადში მირეკავე როცა მოძღვარს რამეს ვეკითხებით უნდა გავითვალისწინოთ თუ არ ვაპირებ მოძღვრის პასუხის გათვალისწინებას და რამის შეცვლას მაშინ ნუ შევეკითხებით და ასევე მინდა დავძინო აი ცოტა მაპატიე ცოტა უდლების გასაგვანთაც მინდა ვთქვა მაპატიონ კადნიერება მონასტერში ცხოვრობენ მორჩილებით და ერში ვცხოვრობთ რჩევებით ეს რას ნიშნავს აი მე მამაო მაკურთხა რომ უნდა გავთხოვდე ამას უნდა გავყვე იმას არ უნდა გავყვე ცოტა გადამეტებაა აქ ადგილი მონასტერში იღუმენია იქნება თუ იღუმენი ერთად ცხოვრობენ და იქ ყველაფერი მართლა მორჩილებით არის იმიტომ რომ ისინი სული ერთად არიან მაგრამ ადამიანი წელიწადში ერთხელ რომ მოდის და ორ თვეში ერთხელ რომ მოდის ის ჩემი კურთხევით როგორ იქნება ხო უკვე ჩემოდნები რო ჩაალაგა და ამერიკაში მიდის და მეუნება მაკურთხევ ეს არ არის სწორი უნდა მითხრას დამლოცე რომ მე გადაწყვეტილება მიღებული მაქვს და უკვე მივდივარ და გზა დამილოცე მაგრამ სანამ ჩემოდნებს ჩაალაგებს მანამდე უნდა მკითხოს მამაო თქვენ რას მირჩევთ კარგია რომ მე წავიდი ამერიკაში ხო აი ესეთი რაღაც გვეშლება ჩვენ რა და მე ვცდილობ ყოველთვის რომ რჩევები მივცე რჩევის გათვალისწინება შეგიძლია ან გაითვალისწინებ ან არ გაითვალისწინებ მაგრამ კურთხევა უკვე ვალდებული ხარ რომ შეასრულო ხლა ექიმთან რომ მინდა წავიდე და კბილი მაწუხებს ამას კურთხევა არ ჭირდება ხო უნდა ნახო კვალიფიციური სტომატოლოგი და არა აი ყველაფერი მამაოს არ უნდა ვკითხოთ რა მამაოს უნდა ვკითხოთ სულიერი საკითხები რატო იმიტომ რომ შედარებით მეტი გამოცდილება აქვს მამაოს და სანამ შენ წაიტეხავ ცხვირს მანამდე მამაო გეტყვის რომ შვილო მოც შეყომდი რა ესე ნუ გააკეთებ და ყველაფერი კარგად იქნება მაგრამ ესე პირდაპირ აი მე შენ ღუდელი გაკურთხებ და მე შენ ღუდელი ასე გელაპარაკები ცოტა რაღაც ესეთი ძალაუფლების აჟიტირებაა და მეტი არაფერი ხო ვიცით ახალმოსულ ადამიანს რო ეგრევე აძლევ კურთხევაში კურთხევაც არის ის იმან რა არის ხო ამიტომ ცოტა აი მაშინ აი თქვა გოგონა შემოვიდა ვულგარულად ჩაცმული ხო გამოენთება მესამთლიანს დიქაროსნები წაავლებენ ხელს გაათრევენ გარეთ ის მეორეთ აღარ მოვა ეკლესიაში ხო ჯერ იმას აუხსენი რა შეიძლება რა არის კარგი და ცუდი რა არის მერე გაიგებს პავლე მოციქული ტიმოთეს აი ახალგაზრდებს მინდა ურჩიო რომ ორი ეპისტოლე არსებობს პავლესი ტიმოთეს მიმართ ტიმოთე ახალგაზრდა ბიჭი იყო და გახდა ეპისკოპოსი ძალიან კარგი დარიგებებია განსაკუთრებით პირველი ტიმოთეს მიმართ ეპისტოლე ხო პავლე მოციქული არიგებს ტიმოთესო ასწავლეო შეაგონეო და მერე შერისხეო შენ რო პირდაპირ შერისხვაზე გადადიხარ ჯერ არაფერი გისწავლებია კაცო შეიძლება მასწავლებელმა ბავშვს უმეცარი ეძახოს თუ არაფერი არ ასწავლა ხო და მოძღვრის თვალებში რომ ის ადამიანი რომელიც ნახევრად შიშველია ან რაღაცა ზემოგვინიელი ველურივით ტატუები აქვს ხო ეტყვის რომ არა უშავშვილო ამას მივხედო მოდი ჯერ სულს მივხედოთ და სული რო განეკურნება მერე სხეულიც განეკურნება მაგრამ ქვევიდან რო იწყებ პირდაპირ ხორციელიდან რო იწყებ ის ადამიანი გაიქცევა რატო ამაყია ამპარტავანია შენ თვითონ ამაყი ხარ და იმან რა უნდა ისწავლ იმან უნდა ისეთი რამე დაინახოს ჩვენში რაც მას არ აქვს ის ახალმოსული რომ მღვდელში მესამთლეში და სტიქაროსანში უფრო მეტ ამპარტავნებას ხედავს ვიდრე თვითონ აქვს მაშინვე განვიზიდავთ ჩვენ იმ ადამიანებს მაგრამ მას როგორც საკუთარ შვილს ისე რომ შევხვდები თითქოს სკოლიდან მოვიდა და ხელს მოუხევ და ვეამბოვრები და ვიტყვი მამი როგორ ახარ ჩემო კარგო აბა შემოდი მოდი აბა რაღაცა ისე ლამაზად ისე თბილად ისეთი სიყვარულით შევხსნით იმ რაღაც ჟესტებს ხო მე წყნარად ვიდეთ მაგრამ არა ესე პირდაპირ არაფერი გისწავლებია და მაშინვე შეურაცხყოფაზე გადადიხარ ამის უფლება არავის არ მოუწია გაიმახსოვრეთ გაიხსენეთ ქრისტემ რა თქვა ვინცო უცოდელი ხართო მან ესროლეთო ქვა ამ მეძავს ხო მაგრამ ის მეძავი კი არ უთხრა გააგდელე შენი მეძაობაო ხო წადიოდა ნუღარ შეცოდაო ეს ცოდნაა ჩამოკარგებ ეს სახარებაა და ეს თუ არ ვიცი ჩვენ მარტო ეს ჯურის გადასახვა და რაღაც ეს ცოტა ზედმეტია რა და საჭიროა მეტი სიყვარული, მეტი ცოდნა, მეტი სიმდაბლე, მეტი უბრალოება და
ნაყოფი მაშინვე გამოჩნდება. ნაყოფი რა იქნება? გათბება ადამიანი და მისი გონება განახლდება. მეტანოია რა არის? გონების განახლება, ცვლილება. არსებობს პეტრეს აპოკრიფული სახარება, რომელიც არაკანონიკურია, მაგრამ ბევრი რამე საინტერესოა. როდის ხდება ადამიანში სინანული? როცა მარჯვენა ხდება მარცხენა და მარცხენა ხდება მარჯვენა. ეს როგორ გავიგოთ? ადამიანი რო შემოbrunდება მარცხენა და მარჯვენა ხო გადაადგილდება? ანუ მიდიოდა უფსკრულისკენ, შემოbrunდა და წამოვიდა სასუფევლისკენ. აი ეს არის სინანული. რო შეცვალე ადამიანი, შეცვალე სიტყვით, შეცვალე მადლით, ცოდნით, სიყვარულით, მაგრამ მაშინვე შენიშვნებით რო იწყებ შეცვლას, თანამედროვე ახალგაზრდები ძალიან ქედმაღლები არიან. ჩვენ 90-იანებში ესეთები არ ვიყავით, ხო, უფროსებს უსმენდით, თავს უკრავდით. არ ეწყინოთ ესია, ხო? გონიათ რომ ბევრი ენები რო იციან და კომპიუტერში რო კარგად ერკვევიან, ეს არის ცოდნა. ეს ტექნოლოგიების ცოდნა დიდი არაფერი არ არის, ხო? რა უნდა ეხლა ChatGPT-ს შეხვალ, შეკითხვას დაუსვა და გამომზადებულ პასუხს მოგაწვის, მაგრამ ChatGPT ცოდებს ვერ გაპატიებს, სწორედ არიგებას ვერ მოგცემს, იმიტომ რომ მას სული წმინდა არ აქვს და ის პიროვნება არ არის. ის არის ადამიანის შექმნილი გარკვეული პროგრესი, მაგრამ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, ხო? ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ შეცდომაში არ შეგიყვანოს, მაგრამ მე არ მინდა ChatGPT და მე არ მინდა Google და მე არ მინდა TikTok-ი, ცოტა ჩამარჩენილობას გავს. იმიტომ რომ დაიმახსოვრეთ ჩემო კარგებო, რომ ქრისტიანობა ყოველთვის თანამედროვეა. ებრაელთა მიმართ ეპისტოლეში პავლე ამბობს, რომ იესო ქრისტე გუშინ, დღეს და ხვალ იგივეა უკუნისამდე. როგორ ეხლა პირველ საუკუნეში სხვანაირად უნდა ვიქადაგო, მე-20-ში სხვანაირად და 21-ში სხვა. ზნეობა არ იცვლება, ტექნოლოგიები კი წავიდა შორს, მაგრამ ადამიანი ისევ ბოროტია, ისევ შურიანია, ისევ ბოღმა, ისევ იღლება, იოფლება, ტირის, განიცდის, ხო? რატო ტექნოლოგია რო წინ წავიდა, სული რატო გაიყინა? რატო გაიყინა სული? არ ჯობია თანაბრად რო იყოს, მაგრამ არ არის ასე, ხო? და ჩვენი მოვალეობა სასულიერო პირების და ასეთი კარგი ახალგაზრდების, რომ ცოტა დაეწიოს სულიერება, ხორციელებას, ტექნოლოგიებს, თორე ძალიან საშიშია, ასეთი გამოგონებები უკვე ძალიან საშიში გახდება. აი ატომური ბომბი ავიღოთ, ხო? თავიდან სულაც არ იყო ის საშიში და მაგიტომ არ შეუქმნიათ, რომ ხიროსიმა და ნაგასაკი აიფეთქებინათ, ხო? მაგრამ საშიში ხდება ბოროტ გენიაში, ხო? თუ ადამიანი ბოროტია, მას უკვე ძალიან დიდი ბოროტების მოტანა შეუძლია, თუ აქვს ესეთი გამოგონებები, ხო? აი ChatGPT ავიღოთ, ხო, ეს ყველაზე თანამედროვე, მე მგონი ძალიან, ესე ვთქვათ, ტრენდული და მოდურია, ხო? მაგრამ აი მე ბავშვობაში ბიძაჩემა მაჩუკა კალკულატორი და მითხრა, ამანო გამოშტერება იცისო, ანუ შენ გამრავლების ტაბულა იცოდე, რომ მარტო ამ კალკულატორის იმედზე არ იყო, ხო, ხა თუ ჩვენი შვილები წიგნებს აღარ წაიკითხავენ, აღარ დაწერენ, აღარ დახატავენ და აღარ იაზროვნებენ და ამას ამ ყველაფერს ChatGPT გააკეთებს, ჩვენ ვივიღებთ თავკომბალების თაობას. და ხვალ ინტერნეტი რო გამოგვირთვა, რა გვეშველება, ხო? რა გვეშველება? მითხარით, 9 საათი გათიშეთ ინტერნეტი ნებისმიერ სახლში და ისტერიკაში ჩავარდება დიდი თუ პატარა. ბატონო, ოჯახის წევრებს გაიცნობს და ალბათ ძალიან კარგი იქნება. დიახ. და ამიტომ უნდა რაღაცა გეგმასავით, რომ აი შვილო 1 საათი სახარება წაიკითხე, 1 საათი რა ვიცი, ქართული ლიტერატურა წაიკითხე, 1 საათი შედი და თან უნდა ვიცოდეთ ჩვენი შვილი იქ თელი დღე რომ მისჩერებია იქ რას ნახულობს და რითი ერთობა. ყველა ნორმალური მშობელი გაუკონტროლებს შვილს რითია დაკავებული, რომ მერე გვიან არ იყოს და ბიორობოტი არ გახდეს ჩვენი შვილი და უკვე თქვენ ხვდებით რომ იცით ალბათ ხლა რა მიხვედრა უნდა ამას რომ აპოკალიფსია მოახლოვებული, ხო? სანამ აპოკალიფსი დაიწყება, ანუ სამყაროს აღსასრული, მანამდე აპოსტასია იქნება. აპოსტასია რას ნიშნავს? განხნება სიყვარული მრავალთ. სიყვარული აღარ იქნება ხალხში. ქუჩაში რომ ვინმე ერთი ჭიქაც ცივი წყალი დაგალებინოთ სახარების და ქრისტეს გულისთვის, ეს არ დაეკარგებაო. ანუ ისეთი გულქვა გახდება საზოგადოება, რომ რო ეტყვი რომ აი შენ როგორ იყო ადრე გენაცვალე, ეხლა როგორ არის
შენი პრობლემაა, რა ვიცი, კაცო, მე რა ვიცი, შენი პრობლემაა. ადრე ყველას გენაცვალეს ეუბნებოდეთ, ხო, შენი ჭირიმე გენაცვალე. დღეს გაგიგიათ გენაცვალე და შენი ჭირიმე, ძალიან ნაკლებად არის, ხო? მე რაშუაში ვარ, ეგ მაგის პრობლემაა. უკვე უცხოვდება დედა და შვილი, ცოლი და ქმარი, ნათესავები, ხო? მარტო ჭირში, გალხინში თუ მიდიან. უკვე ყველაფერს ამ Facebook-ზე უყურებენ და უკვე აღარაფერი აღარ არის, მონატრება აღარ არის ფაქტიურად. მამა სამძიმრებიც და გასვლებიც Facebook-ზე კეთდება ხოლმეც, ეგ საერთოდ სხვა არის რაღაც კარგი, არის რაღაც ცუდი და აი ადამიანი, აი რატომ იყო სოლომონი ბრძენი რომ ღმერთს ეკითხება რა გინდაო რომ მოგცეო, ხო უმრავლესობა ეტყოდა რომ განძი მომეცი ხო ოქრო ვერცხლი. მომეციო ბრძენი გონება გული რომ გავარჩიო რა არის კარგი და რა არის ცუდი. რა არის კარგი და რა არის ცუდი. სოკრატე რომ მივიდა დელფოში არტემიდას ტაძარში პითია მკითხავი ქალი გამოდის და ეუბნება სოკრატეო შენი თავი შეიცანიო. ამას სხვაგაგებით უთხრა რომ ჭკვიანი კაცი ხარო და დააფასეო შენი თავი. პირიქით გაიგო სოკრატემ და მიხვდა მე არაფერი არ ვიციო. მე ის ვიციო რომ არაფერი არ ვიციო. ეს არის ყველაზე ნაგარი ნათქვამი ძველ აღთქმაში. და პავლე ამას ამბობს დაახლოებით ასეთ რომ ვისაც გონია რომ რაიმე იცის მან ისი არ იცის როგორც უნდა იცოდეს და როგორ უნდა იცოდეს ეს წერია ბიბლიაში. ეს ჩვენ მოზღრემა უნდა ვასწავლოთ შვილებს, ხო? მოვიდა ბავშვი ფიზიკა, ქიმია, ენები, 2-3 ენა ყველა მიცის, ხო? უთხრა მოდი დაჯექი აბაშვილო, ისეთ რამეს გავსწავლი შენ, რაც არც ქიმიაში წერია, არც ფიზიკაში წერია, არც სპორტის მასწავლებელი გასწავლი, ეს რა არის? რა არის და უყურე ახლა ერთი ჭაბუკი მივიდა ბერთან და ეუბნება მასწავლებო რამე საინტერესო ბერი ეკითხება რა საკეთებო სკოლაში დავდივარ რომ ერთ სიტყვას ეუბნება მე დავამთავრებო სკოლასო მე უმაღლესშიო მე დისერტაციას დავიცვა მე სამსახურიო მე სორს მოვიყვანო მე შვილებიო მე მოხუცდები მე გაჩუნდა მე აღარ ქონდა ამ ახალგაზრდას პასუხი და ახლა უკვე ჩვენ უნდა უთხრათ შვილო იმიტომ შექმნა ღმერთმა რომ 80-90 წელი იცოს ხოლო არა შენ მარადისობისთვის ხარ შექმნილი შენი სული უკვდავია და ამდენ ყურადღებას რომ შენ სხეულს აქცევ ხო დღეს ყველა დიეტობს ყველას უნდა რომ ათლეტურად გამოიყურებოდეს კარგად გამოიყურებოდეს და რატო არ გინდა რომ შენი სულიც ლამაზე იყოს როგორც სხეული არ არსებობს ვისაც მახინჯი სული აქვს რომ იმას მახინჯი ლამაზი სხეული კონდეს აუცილებლად შინაგანი სილამაზე ყოველთვის გადმოეფინება გარეგან სილამაზეზე ჩვენი სული ხო თვალებში ირეკლება არ გინახიათ ადამიანი შეიძლება იყოს ძალიან ლამაზი მაგრამ ხალხი გარბის მის გარშემო იმდენად ამაყია აპარატოვანია და შეიძლება არ იყოს მაინც ძალიან წარმოსადეგი მაგრამ ისე უყვარს ყველას ისეთი მიზიდულობის ზალა გააჩნიათ ხო ეს შინაგანიდან გამოდის კოკასაშიგან რაც არის იგივე წარმოდინდების ეხლა რაც ავთქვი თეკლა რამე ახალია აი რამე უცხოა აი რამე არის შეუძლებელი არა მამაო მაგრამ აშკარად ხშირად გვჭირდება საზოგადოებას ესეთი საუბარი მოსმენა მე პირველ რიგში კიდე უდიდესი მადლობა მინდა გითხრათ იმისთვის რომ ნახულობ და ვადევნებ თვალს თქვენს Facebook-ს ვისაც არ გყავთ გამოწერილი ქართულად უწერია დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი თითოეულ ნეტარებას ვიდეოს სახით ხსნის ბოლო პერიოდში მამაოს აქვს დაწყებული და ხსნის თითოეულ ნეტარებაში რა წერია და როგორ უნდა გავაძლოთ კი, რა თქმა უნდა, მამაო, აუცილებელია და საჭიროა აშკარად. თან ემიგრანტებისთვის სულიერი საზრდოარი თქვენგან ესეთ ფილად და ტკბილად ახსნილი და მიწოდებული. მინდა დავიწყო უკვე რამოდენიმე კომენტარი იყო შეკითხვებიც, თორე გაგვინაწყენდებიან მაყურებლები. მე ჩემს მონახას მერე გავაგრძელებ თუ კიდე რომ მოგცემს ამის საშუალებას. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შეკითხვა რომელიც იყო და რამდენჯერმე დაგვიწერა ადამიანმა არის 12 შეკვეთილ წირვას სული ჯოჯოხეთიდან ამოყავსო და რამდენად სიმართლეს შეესაბამება მამაო თუ შეგიძლიათ პირდაპირ გეტყვით რომ არანაირად არ შეესაბამება სიმართლეს აი არ ვიცი მე ვფიქრობ რომ მამა გაბრიელს მიაწერენ ამ ნათქვამს მაგრამ მამა გაბრიელს მსგავსი რამე არ უთქვია არც ერთი წმინდანი არაეკლესიურ სწავლებას არ გადმოგცემს ეხლა წარმოიდგინეთ მე როგორც მინდა ისე ვიცხოვრებ მეთქვი ჩემს შვილებს და შვილიშვილებს თანხას დავტოვებ რომ გადამიხადეთ შვილო 12 შეკვეთილი წირვა და მოხვდები 60-ში გარანტია ცხონების არც მე მაქვს თეკლა და არც შენ გაქვს
ესეთი თქვა რომ აი ცხონდები იწამე და ცხონდები ქველმოქმედი იყავი და ცხონდები არა ჩემოკარგები. ეს არის პროტესტანტიზმი, ეს არის კათოლიკობა, ანუ ეს ორივე მწვალებლობა. ვერც მარტო რწმენი და საქმეებით ვერ ცხონდები. ამას უფალი წყვეტავს. ეს არის ღვთისწყალობა. ღვთისწყალობა არის ცხონება. ვინ ცხონდება, ესე მარტივი არ არის, ცხონდები. რას ამბობს ქრისტე? ბოლომდის მომთმენი გადარჩება. რა იგულისხმება ამ ბოლომდის მოთმენაში, ხო? ესე მარტივი არ არის, რომ თქვათ ეს ცხონდება, ეს არ ცხონდება, ამას ჩამოხრჩობა იმას სიკვდილი, ესე არ არის ჩემოგარგებო. ძალიან კარგია შეკვეთილი წირვა, მაგრამ თუ ადამიანი მოუნათლავი წავიდა, თუ თავი მოიკლა, თუ ღვთისგმობელი იყო, რამდენი წირვას გინდა ჩაუტარე, მითხარით ახლა და ვისაც საშუალება არ აქვს 12 წირვა ჩაატაროს, ის ჯოჯოხეთში უნდა დავტოვოთ? ესე არ შეიძლება. ეს არ არის ეკლესიური სწავლება. მართლმადიდებლობა ძალიან შორს არის რაოდენობით. აი მაგალითად პატრიარქმა თქვა ერთხელ, რომ კარგია რომ ბევრი ტაძრები მოილოცოთ, ხო? რა თქმა უნდა კარგია. ბევრი წირვები რო ჩავატაროთ, კარგია, მაგრამ აი 12 რატო, ან 9 რატო არ, ან 40, აი უკვე როცა ჩვენ ვამბობთ აი 12, აი 11 ვერ უშველის, 12-მა უნდა უშველოს. აი ეს უკვე არ არის სწორი მსჯელობა. რამდენიც გაგეხარდებათ, იმდენი წირვა ჩაუტარეთ. კარგია. მათთვისაც კარგია და ჩვენთვისაც კარგია. რატომ? მე რომ იმ წირვაზე ვესწრები, ვეზიარები, ვლოცულობ, ლოცვას ვსწავლობ და ქველმოქმედებ. იმ წირვაზე მარტო შენახლობელს ხო არ მოიხსენიებ, სხვასაც მოიხსენიებ, ხო? ასე რომ აი 12 ტაძარი მოილოცე და გეპატიება, 12 წირვა ჩატარდება და ჯოჯოხეთიდან ამოხვალ, ესეთი სწავლება ეკლესიას არ აქვს. მე არ მინდა იმეს გული გაუტეხო, ხო? მაგრამ რო თქვა რომ 100 მეთქი, ეს უფრო დიდი დანაშაული იქნება, ხო? ვიღაცა იტყვის, აუ რა კარგი ყოფილა, მოდი ახლა რა, ბანკის ვალებს დავიდებ და გადავიხდი ამ 12 რა, ახლა რა თანხაზია საუბარი საერთოდ, ხო? ასე რომ ასეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ეკლესიური სწავლება ასეთ რამეს და აი მისი თქმები რომ აი დაბეჯითებით, ხო? პავლე ამბობდა რომ მე არ ვიციო ცხონდები თუ არა, ყველა დიდი მამა, სისოი დიდი, პახუმი დიდი ღრმა ჯოჯოხეთში აღმოჩნდებითო, კაცო, 104, 105 წლისები იყვნენ და ტიროდნენ, ცოტა ხანი მაცადე, უფალო, ვერ მოვასწარიო სინანულიო. იტყოდნენ ისინი, რომ ძმებო, 12 წირვა გადამიხადეთ და ამოვა ჯოჯოხეთიდან, ხო? მსგავსი სწავლება წმინდა წერილში, წმინდა მამათა განმარტებებში არ არის. ეს არის რომელიმე შეიძლება ავტორიტეტული პიროვნების თეოლოგუმენი, ანუ პირადი საღვთისმეტყველო შეხედულება არის, მაგრამ ეს რომ ჩვენ სწავლებაში შემოვიტანოთ, ამით დავამახინჯებთ ჭეშმარიტ სწავლებას. მადლობა მამაო კითხვაზე პასუხისთვის. 26 ფსალმთან დაკავშირებით ვინც გვიწერდით კომენტარს იქნებ და კონკრეტოთ რომელი გაინტერესებთ კონკრეტულად და რომელს გულისხმობთ, იმიტომ რომ იქ ჩაშლა არის ძალიან დიდი და ეს ლაივი ნამდვილად არ იყოფა ამ თემაზე სასაუბროთ. ჩვენ ალბათ კიდევ შევხვდებით და სიამოვნებით მამაო, მე ვერ გეტყოდით მაგას და თქვენგან დაველოდებოდი მართლაც ამ ეკლა კარგი იქნება რომ აი მოდი ამ შეკითხვის გარშემო მოძღვრის როლი ამოვწუროთ ბოლომდე, ხო? რომ შეკითხვების თუ გვისმენენ, კარგია რომ აი ისაუბრონ, აი მოძღვრის შეცვლა შეიძლება თუ არა, ხო? აი ზოგს გონია თუ მოძღვარ შეიცვლის, ჯოჯოხეთში აღმოჩნდება. ან აი მამაომ არ გამიშვა მონა ხო არა ხარ კაცო, რას გვი არ გაგიშვა, მამაო არ მიშვებს და მამაომ თუ არ გამიშვა ჯოჯოხეთში მოვხდები და ასეთი ცოტა მაპატიეთ რა, ესეთი დარიგება სწავლებები არსებობს. მივდივართ მოძღვართან, მადლობას უხდით და ჩემ სახლთან ტაძარი გაიხსნა ახლო და ვეღარ მოვდივარ და იქ ვივლი, ხო ესე არ შეიძლება მოდი. იესო ქრისტეს შეცვლა არ შეიძლება. დედა ეკლესიის შეცვლა არ შეიძლება, თორემ მოძღვრის შეცვლა როგორ არ ოღონდ თუ მოძღვარს ვიცვლით, იმიტომ კი არ უნდა შევიცვალოთ, რომ ჩემი მოძღვარი კარგად მარიგებს და მე რაღაცებს უმალავ. თუ ჩემი ბრალია არ უნდა შევიცვალო, მაგრამ თუ მივდივარ და ერთი და იგივეს მეუბნება და არ მასწავლის და კიდევ სულ მეუბნება 2x2 4-იაო და მე უკვე ლოგარითმები მჭირდება და მაღალი კლასის მათემატიკა მჭირდება და ის კიდევ აიას მასწავლის, ხო? ეს უკვე ნიშნავს, რომ ცოტა არ უნდა დავჭე ერთი და იგივე დონეზე, სული როგორც სხეული, ხო? სხეული იზრდება და სულიც იზრდება და თუ სულიერად არ იზრდები და სასწრაფოდ ან შენ უნდა შეიცვალო, ან მოძღვარი უნდა
დატოვო, მადლობა მოუხადო და წახვიდე სხვა მოძღვართან. ეს ძალიან მარტივია. ექიმთან დადიხარ, ყველაფერს უჯერებ, მაგრამ არ იკურნები, ხო? ესე იგი რაღაცას არასწორად კურნავს, ხო? მოძებნე რა, უფრო კვალიფიციური ექიმი. იმას მადლობა მოახსენე, შეურაცხყოფა კი არ მიაყენო. და როგორ უნდა მივხვდეთ, რომ მე სულიერად ვიზრდები თუ არა, ხო? აი, როდესაც ადამიანი სულიერ ხიბლშია, მას დამრიგებელი არ ჭირდება. ის ამბობს, ვისთან უნდა მივიდე, კაცო, რა მოძღვარი, ახლა ჯიპებიან ყდელთან მივარ, ახლა მეტი საქმე არ ამაქვს. გასამართლებად ყველაფერს მოუძებნით მასეთ დროს. არ უნდა და მორჩა რა, ახლა აი თქვათ, რომ უთხარი, როგორი მანქანა უნდა ყავდეს? გამხდარი გინდა იყოს, ფეხით დადიოდეს, ცისფერთვალება, აი ყველაფერი რო თქვა, როგორიც მას უნდა, იტყვის მაინც არაო, რაღაცო ის ფეხსაცმელიო, რაღაცა ძალიან ძვირფასი აცვიაო, ან რაღაცას მაინც მოიგონებს რა, ნუ სისულელია. მაგრამ ჩვენი სული აი როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ჩვენ სულიერად ვიზრდებით. როდესაც ჩემ თავში, სხვაში კი არა, ჩემ თავში ვხედავ უფრო მეტ შეცდომებს, უფრო მეტ ცოდვებს, ვიდრე სხვაში. აღარ მიჩნდება სხვა ადამიანის განკითხვის სურვილი და ჩემ ცოდვებს ვტირი ვარ. ეხლა აქ განათებულია თქვენი სტუდია და ჩემიც, ხო? მაგრამ ახლა აქ რომ ზიშუქი რო შემოვიდეს, უფრო მეტ რაღაც გარკვეულ მტვერს დავინახავთ ჩვენს სხეულზე. ასე არის, რაც ადამიანი იზრდება სულიერად, მეც კითხულობს წმინდა მამებს, სახარებას, ამჩნევს რა ცოდვილია და მე რო დაინახავს თავისნაირ ცოდვილს, უკვე სიბრალული უჩნდება, კი არ განეკითხავს, კი არ შეაფასებს ეგ საზიზღარი, რატო ჩაიდე, არა. მე გული მტკივა, იმას ღვიძლი მტკივა, ხო, მე თავი მტკივა, იმას ხელი მტკივა. ყველა დაზიანებული ბუნებითა ვარ და ეხლა კვირას არის განრღვეულის კვირა, ხო? რატო აღდგომის მერე განრღვეულის კვირა? რომ უნდა მივხვდეთ, რომ ქრისტემ ჩვენი დაზიანებული, დაჩაჩანაკელებული ბუნება, ჩვენ კონკრეტულად ბუნება გამოისყიდა და ჩვენ ამინი უნდა უთხრათ ქრისტეს, დავეთანხმოთ, რომ მეც მინდა მარტო ესე ბრმათ რო ვიწამო და გადავრჩი და წამოვკოტრიალე და ეხლა მე ესე არ არის. მითხარით ერთი მოძღვარი მაინც შრომის და ღვაწლის გარეშე თუ ცხონდა ვინმე, ხო? ის 10 უგუნური, 10 ქალწული, 5 გონიერი და 5 უგუნური, ხო? ვისაც ლამპარში ზეთი არ ქონდა, უგუნური იყო, ხო? ანუ მადლი არ ქონდათ, არ შრომობდნენ. რატო გაახმო ლეღვი? რატო გაახმო? ეშმაკს სწამს ღმერთი, მაგრამ არაფერს არ უჯერებს, ხო? ეშმაკმა იცის ვინ არის იესო ქრისტე, აღიარებს კიდე ძეუხთისაო, დროზე ადრე მოხვედიო, ხო? და მაშინ ცხონდება ეშმაკი, ხო? რა პრობლემაა? ეშმაკს სწამს, მაგრამ არაფერს არ ასრულებს. ეშმაკზე მაგარი მორწმუნე გინახიათ ვინმე? არა მგონია. მაგრამ გასაკეთებს, რომ არაფერს არ აკეთებს, ხო? რწმენა საქმეების გარეშე მკვდარია, მაგრამ არც ეს არ არის საკმარისი. კიდევ ღმერთის კაცთმოყარეობის იმედი უნდა მქონდეს და მოციქულები დაბრკოლდებიან. ეხლა ყველას გასაგებად მინდა ვთქვა, რა მაგარი პასუხია ნახეთ. მოციქულები დაბრკოლდებიან და მაშ ვინ ცხონდება უფალო, უკვე სასწორკეთილებაში შეუძლებელი კაცთაგან, შესაძლებელია ღმერთის მიერ. ჩვენ რო შეგვეძლოს ცხონება, რა თმინდა ქრისტე კაცო მაშინ, ხო? ჩვენ რო გადარჩენა თვითონ შეგვეძლოს, რა თმინდა ჯვარცმა, რა თმინდა ეკლესია, რა თმინდა აღსარება, ზიარება, არ შეგვიძლია. ჩვენ უნდა მოვიწადინოთ, ყველაფერი გავაკეთოთ ამისთვის, მაგრამ ამინი უნდა გვითხრას ღმერთმა, რომ დადექი შენ მარჯვნივ შილო, დადექი შენ მარცხნივ, ხო? მაგრამ მე უკვე ხა ვიწამე და ეგ საკმარისია, არა, ეს ბოროტისგან არის აშკარად, ეკლესია ემეჯნება მსგავს სწავლებებს და ამის მერე მე ახალგაზრდებს მინდა ურჩიო, ეს არის ბიბლიის მოკლედ კონსპექტი მართლმადიდებელი ეკლესიის ყველაზე ძვირფასი ტრილოგია. წიგნი, რომელიც 3 ნაწილისგან შედგება. საფილოსოფოსო თავნი, ამ წიგნს ქვია ცოდნის წყარო, იოანე დამასკელი ცოდნის წყარო. ოღონდ ცალ-ცალკე იყიდება, ერთად არ არის. საფილოსოფოსნო თავნი, სადაც არის ტერმინები განმარტებული, რა სიტყვა რას ნიშნავს, ეს თუ არ იცი, ვერ გაიგებ ღვთისმეტყველებას. მეორე, მწვალებლობათა შესახებ, სხვათა შორის ისლამი დასახელებულია როგორც ქრისტიანული ერთ-ერთი მწვალებლობა, აპოკრიფებზია დამყარებული და მესამე, მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გარდამოცემა. წაიკითხეთ შვილებო, რას კამათობთ, რას დაობთ, რას ბრძნობთ საკუთარი და ვიღაცის მოსმენილი ვიდეორგოლებით სირცხვილია. 21 საუკუნემდე ეკლესიამ რაც განსამარტი იყო, განმარტა და ჩამოაყალიბა 7 მსოფლიო საეკლესიო კრებაზე.
ამისი ცვლილება, ამისი ჩემებურად გაგება არის უკვე სამწუხაროდ დამახინჯებული აზროვნება და არც მე არ დამიჯეროთ, არც რომელიმე სხვა მოძღვარს დაუჯერეთ იმ წიგს იონე დამასკელის ერთი სიტყვა არ არის იქ. მან ეს ყველაფერი მამები მერვე საუკუნემდე რა დიდი მამები იყვნენ, ყველა შეკრიბა საინტერესო სწავლებები და დაგვიტოვა წიგნი თანამედროვე ქართულად არსებობს. მეცაც გეტყვით, ჩვენმა უჭკვიანესმა ქართველმა მოღვაწე მამამ ექვთიმე ათონელმა მე-10 საუკუნეში დაწერა წიგნი წინამძღვარი. ეს წიგნიც არსებობს როგორც სამწუხაროდ ძველ ქართულად. აი ეს წიგნი წაიკითხეთ, იქ არის სულიერი მოძღვარი და სულიერი შვილის ურთიერთობა, როგორ უნდა დამოძღვროს, რა უნდა ასწავლოს მოძღვარმა სულიერ შვილს. ამდენ წაკითხული ეს წიგნი არ ვიცი, მაგრამ ვისაც წაკითხული არ აქვს, ულოცავ პირველი წაკითხვის სიამოვნებას რა. ექვთიმე მთაწმინდელის წინამძღვარი. აი ეს ორი წიგნი ახალგაზრდებო გირჩევთ, თუ რამეს ვერ გაიგებთ, მოდით ეკლესიაში და ერთად ვისაუბროთ. დანარჩენი ეხლა კაცო, მე ასე ვფიქრობ და ის ასე ფიქრობს, ესე ძალიან შორსავა, დავიღლებით, ერთმანეთი შეიძლება დავჭამოთ და ვიჩხუბოთ, გავღიზიანდეთ და აი პავლე ესე ამბობს და პეტრე, ჩემო კარგო, ჯერეგეთი შენი პავლე არ არის და შენი პეტრე არ არის. პავლე მოციქულია და პეტრე მოციქული და ნახეთ, პეტრე მოციქული ამბობს პავლეზე, მისი ეპისტოლეებიო იმდენად რთულიაო, რომ ზოგიერთები თავის დასაყუპავად იყენებენო, ვინც თავის ჭკვით განმარტავსო. და რადგანაც პავლე და პეტრე ღვთივსულიერი ხალხი იყო, ჩვენს გვჭირდება ღვთივსულიერი მამების კომენტარები, შვილებო, ძმებო, დებო, რომ არ გადავიჩეხოთ ხრამში ჩვენი ეგოთი და ჩვენი სიამაყით. და ბევრი გადაიჩეხა. ყველა გენიოსი იყო, ყველა უმრავლესობა, ერთი იყო მარტო მონტანე, ვინც ერისკაცი იყო, არიოზი, ნესტორი, ევტიხი, ყველა ეს წვალებელთა ერესიარქები იყვნენ სასულიერო პირები, ჩემო კარგებო. და ფიქრობდნენ ისე, როგორც მათ ესმოდათ. მაგრამ ეკლესია კრებსითობა, ეხლა რატო ირჩევს პატრიარქს სინოდი, ხო? კრებსითობა, კრება ირჩევს და არა ერთი და ორი ადამიანი, ხო? ეკლესიაში ყველაფერი წყდება კრებსითად, ერთობლივად. აი, იყო მაგალითად ძალიან ბევრი მამა, რომელიც აღიარებდა ხილიაზმს. ხილიაზმი არის მწვალებლობა, რომელიც ქადაგებდა 1000 წლოვან მეუფებას ქრისტესი. მაგრამ ეკლესიას ჯერ აზრი არ ქონდა ჩამოყალიბებული მეორე საუკუნემდე და ეკლესიამ რო თქვა, რომ ხილიაზმი ეს არის მწვალებლობა, ვინც დაეთანხმა დარჩა მართლმადიდებელ ეკლესიაში, ვინც არ დაეთანხმა, ჩამოყალიბდა როგორც მწვალებელი. იგივე აპოკატასტისი, ორიგენიზმი, ხო? რომ თითქოს საყოველთაო ცხონება იქნება, ეშმაკიც ცხონდება და ყველა ჯოჯოხეთი დასარიელდება. ეს მწვალებლობა, კრება მოარყო ეს ყველაფერი და ახლა მე ასე მესმის, ესე არა, ესე არ შეიძლება შემოკარგებო. ეს ადამიანურია უკვე, ეს შეიძლება იცით უკვე ფსევდოსიყვარულიც არის, რომ როგორ ღმერთმა ყველაფერი სიყვარულით შექმნა. დატო უნდა იყოს ჯოჯოხეთში, მაგრამ იქნება ხა ლენინი რო ამოიყვანოს ჯოჯოხეთიდან ის უკან დაბრუნდება. არ უნდა იმას და ღმერთი ხო მოძალადე არ არის არა. არ შეიძლება ადამიანი ზალათ აცხონოს ღმერთმა. არიან ადამიანები რო ღმერთთან ყოფნა არ უნდა. ხო, აი ჯონ მინტონის დაკარგული სამოთხე ახალგაზრდას მინდა რომ ურჩიო წაიკითხონ რა, რომ ჯოჯოხეთში უფროსობა ურჩევნია ეშმაკს, ვიდრე ზეცაში მსახურება. ასეთი ადამიანები თქვენს ხო გინახავთ არა, რომ ოღონდ კი ვინმეს არ დაემორჩილო და ჭკვა არ აკითხოს და თვითონ იგონებს მე რაღაც სისულელეებს, მაგრამ დღეს 21 საუკუნეში დოგმატებზე კამათი ცოტა უმეცრები შედეგია ჩემო კარგებო. მეტი იკითხეთ, მეტი ილოცეთ, გამოცდილი მოძღვრები ნახეთ, დაემოწაფეთ და კარგად იქნება ყველაფერი. და თქვენარი გადაცემებს უყურებთ ეკლა. მადლობა მამა, კითხვა იყო დასმული ესეთი, ვერ დაიმახსოვრეს ალბათ იწერს ხალხი, ივანე დამასკელის ცოდნის წყარო და მეორე წიგნის ავტორიც. მოდეთ კარგია, ხა მეც ვადევნებ თვალს, ხო? ივანე დამასკელის წყარო ცოდნისა, ტრიადა 3 წიგნისგან შედგება. პირველი ეს არის საფილოსოფოსო თავნი, ესე იგი წარმოიდგინეთ ფილოსოფიური ტერმინები, როგორ უნდა გავიგოთ, იმიტომ რომ ღვთისმეტყველებამ ისესხა ბევრი ტერმინი. თანაარსი, ერთაარსი, სამება, ესენი მართლმადიდებლური ტერმინები არ იყო. ეს ფილოსოფიიდან ამოიღო და გააქრისტიანა ეკლესია. ეს თუ არ წაიკითხე,
ძალიან ძნელია გაიგო მე დოგმატური ღვთისმეტყველება. მე უნდა წაიკითხო წვალებლობათა შესახებ, რამდენი წვალებლობა იყო. ეხლა უამრავი დაემატა კიდე. აი ამ ორ წიგნს რო წაიკითხავთ, მე უნდა წაიკითხოთ უკვე მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გარდამოცემა. კი, გამოწევა კი არ უნდა იყოს და ღამის 2 საათამდე, აი ეხლა ჩვენ და მაპატიეთ რა, 21 საუკუნეა ჩემო კარგებო, რაც განსამარტი იყო, ეკლესიამ განმარტა. და უკვე შენ ეხლა ამის ხელახლა გადამღერებას, რევიზიას აკეთებ, უკვე ეს ნიშნავს, რომ შენ ხარ ცოტა ამპარტავანი. ამპარტავნებაში. მეტი არაფერი, არავის არ მიუმართავ, მე ზოგადად საუბრობ, ხო ეხლა მე ვადევნებ ხოლმე თვალს და სინანულით მეღირება ხანდახან და მიფიქრე. მამა, ნახეთ, უამრავი ადამიანი გვიყურებს ეხლა შიგნიდან ვინც არიან, გარედან არის კიდევ 5100 ადამიანი გვიყურებს გარედან. ანუ ზოგმა ასკროლა, ზოგიც დარჩა და ასე შემდეგ. ნახეთ, ამ ადამიანებიდან შეკითხვა, რომ დავსვათ, არც ერთი არ იტყვის მე ამპარტავანი ვარ, არც ერთი არ ვიტყვით. მე ჭორაობა მიყვარს, მე განკითხვა მიყვარს, არც ერთი არ ვაღიარებთ ხოლმე ამ ყველაფერს საჯაროდ, მაგრამ თავარია საკუთარ სულთან და საკუთარ თავთან სარკეში რომ ჩაიხედავ, მაგ დროს მაინც შეგეძლოს რაღაც აღიარება, იმიტომ რომ როგორც ჩვენ ვართ თითეული ჩვენთაგანი ჩვეულებრივი მოკვდავები, ასევე ხართ სასულიერო პირებიც და მოძღვრებიც, ხო? და რადგან თქვენ თვითონ დაიწყეთ, თითქოს ისე გამოდის, რომ ერთ ჩამღერებასავით გამოდის ეს ლაივი, თითქოს თქვენ თვითონ ხვდებით წინასწარ რა თემაზე უნდა დავსვა შეკითხვა. კითხვა მექნება ესეთი. უშვებენ თუ არა მრევლთან ურთიერთობაში მოძღვრების შეცდომას და თქვენ თუ ყოლიათ ვინმე განაწყენებული, ხო ადამიანები ვართ და ყველაფერი ხდება რაიმე კონკრეტულზე არ მინდა საუბარი, ზოგადი კუთხით რო ახსნათ. ძალიან საინტერესო კითხვაა და ძალიან დროული და მადლობას მოგახსენებთ ამ შეკითხვისთვის. ეთყურად არ შემიქიხართ. რა თქმა უნდა, ყავს განაწყენებული ხარხი, ნეფსი თუ უნებლიეთ, ვაღიარებ და პირდაპირ ვაცხადებ ეხლა ამ ხელა ეთერში, რომ მე რო კვეთას ვიწყებ, პირველ რიგში იმ ადამიანებს ვახსენებ და ბოდიშს ვუხდი და ვევედრები ღმერთს, რომ ვინც მე დავაბრკოლე, მოიხსენე უფალ, აი ვაღიარებ ეხლა ჩემს მეუღლეზე, ჩემს შვილებზე წინ იმ ადამიანებს ვახსენებ. როგორც გინდა ისე გამიგეთ, ეხლა ამას ვერ მოვიტყუები. რა თქმა უნდა, აი ახლა მე მგონი რომ რაღაც ლოგიკური დასკვნა უნდა გავაკეთოთ ჩვენი ეთერის, ხო? როგორც კი მოძღვარი საკუთარი გამოცდილებით, საკუთარი ხილვებით, გამოცხადებებით და სწავლებებით დაიწყებს დამოძღვრას, შეცდომა გარდაუვალია. გესმით? უკვე გარდაუვალი, იმიტომ რომ კაცო, მე ვინ ვარ ეხლა მაპატიეთ, აი რა გასწავლო, რა მოვიგონო, უნდა მოვიყონო ზღაპრები, მე ხო რაღაც ხილვა ვნახე, სიზმარში ვნახე, შვილოეს რაღაცები, ხო? და როცა ამ ხელა საგანძურის პატრონი ხარ. აი ამ ხელა ივანე ოქროპირის 24 ტომია გამოსული ხალხო. აი ეს რო წაიკითხოთ, მთელი ბიბლიაა განმარტებული. ხო, აი რაზე აქვს საუბარი? როგორც კი ღვდელი საკუთარი გამოცდილებიდან დაიწყებს საუბარს, შვილო მე შენ ღვდელი გელაპარაკები და აი მე მისმინეთ, მე მისმინეთ. აუცილებლად შეგვეშლება, რატო? იმიტომ კი არა ცუდი ადამიანი ხარ, ცოდვილი ხარ. ჩვენც ხოლო პავლეს ეშლებოდა პეტრეს წარმოვიდგინეთ, რომ პეტრე მოციქული ერთ-ერთ სასადილოში ზის წარმართებთან და ჭამს, ეს არ შეიძლება და იუდეველი არ უნდა დამჯდარი იყოს წარმართ. შევიდა პავლე მოციქული და შეწყვიტა ჭამა. შერცხვა და ამხილა მერე პავლემ. პეტრე სამჯერ უარყო და რა ვიცი რა შეცდომები არ დაუშვეს და პეტრეს და პავლეს რო ეშლებოდა ჩამოგარგება, ჩვენ თანამედროვე ღვთლები როგორ ფიქრობთ? არ შეგვეშლება, ზოგი ამბობ მე არ მეშლება არაფერი. აი ვიც ამბობს რომ მე არ მეშლება არაფერი. ზუსტად იმას ეშლება, ხო? ამიტომ დაზღვეულები რო ვიყოთ, რომ არ შეგვეშალოს, ხო? ის რაც უკვე კრებამ, სოფლიო კრებებმა და მამათა დადგენილებმა ხელზე დადებული ასე მოგვიტანეს, სიმციმ მოგვიტანეს, ხო? შედი შედალოცილო წაიკითხე და უკვე ჩვენი დამსახურება ისეთ რა არის, რომ აი ეხლა ძალიან მარტივია, ვინც ელექტროობაში ერკვევა, ხო? ყველაზე კარგი გამტარი არის ვერცხლი და ოქრო. მერე არის ალუმინი, მერე სპილენძი, ხო? ზოგი ამბობს რომ რა გინდა კაცო მამაოს ქადაგებას მოусმინე და ნუ მიბაძავ მას. კი ბატონო, ამას ამბობდა მაცხოვარი ფარისევლებზე, მაგრამ რა ჯობია რომ თან რო ქადაგებს მამაო და თან რო ასრულებს, ხო?
კარგი გამტარი რო იქნება მამაო ხოჯობია რა, რომ უფრო კარგად რომ მოიტანოს შენამდე, აი ხო არის რომ ინტერნეტი რო არიჭერს და რო წვალო და აი რომ კარგად რომ მოდის ყველაფერი, ხო აი ჩვენ კარგად უნდა დაგიღეჭოთ, აგიხსნათ ის ყველაფერი, რაც შედარებით კიდე გაუგებარია. ივან ოქროპირი იცით როგორ ქადაგებდა? დაწერდა ქადაგებას და წააკითხებდა მეზოვებს, მეწაღებს, მეგონდოლებს. გაიგეო ვერა დახევდა ხელახლა დაწერდა. ანუ ყველა დაბალი დონიდან იწყებდა ქადაგებას და მე რა თქმა უნდა იქ კიდე უფრო სიღრმეებში და სიმაღლეებში ადიოდა. ხო და ამიტომ მე ჩემ თავზე მაგამოც როგორც კი მე დავიწყებ საუბარს მამა გიორგი თეოდორაშვილის სახელით, აუცილებლად შემეშლება თუ დავიწყებ წმინდა სამების სახელით და პეტრე და პავლეს და ივან ოქროპირის სახელით, არ შემეშლება, იმიტომ რომ მათი სწავლებები რაფინირებულია, უკვე დახვეწილია, სულიწმიდის მადლით არის გაჯერებული და ახალი რა დავამატო, უბრალოდ მე გავათანამედროვო, რომ აი TikTok-იდან ვიქადაგო, ბოლო Facebook-იდან ვიქადაგო, კაცო, აი ეს არის უკვე ჩვენი აი ამ ყველაფრის თქვენამდე რომ მოვიტანოთ. პავლე და პეტრე რო TikTok-იდან გიქადაგოთ, აი ეს არის ჩამოკარგებო ჩვენი დამსახურება და არა ვთქვა რომ მოიცა კაცო რა, იქ რა მინდა ეხლა და იქ ბილწი რაღაცეებია და იქ სულელები არიან და ჭკვა ნაკლული ხალხია. ეს არ შეიძლება, კურნალი ვისჭირდება, ხო? მაგრამ კურნალო ჯერ შენი თავი გამკურნე და მერე ისე უკურნალე სხვებს. ასე რომ, რა ვიცი, მე მგონი რომ, რა ვიცი, რაც ახლა მე ვისაუბრეთ, ჩემი აქ არაფერი არა. მზათა ვარ პოლემიკისთვის ნებისმიერთან, ოღონდ ვინც მართლმადიდებელია და აღიარებს მართლმადიდებლური ეკლესიის სწავლებებს. და თუ მართლმადიდებელი არ არის, იმას გინდა თელი ღამე ელაპარაკე, გინდა ერთი თვე ელაპარაკე და გინდა თელი აზრი არა აქვს რა, ახლა ხო ხვდებით ახლა ჩვენ სასულიეროში რომ სწავლობდით, მოდიოდნენ იოღოვას მოწმეები და მოკლედ ხან თელი ღამეები გაგვითენებია და ნუ აზრი არ ქონდა და მივხვდით რომ აი კედელს ცერცვიში აყარეო ხო გაგიგია, მაგრამ ჯერ ადამიანს უნდა შევეკითხოთ, თქვენ მართლმადიდებელი ბრძანდებით, თუ გითხრათ ხო, მაშინ თქვენ ვალდებული ხართ რომ დაიცვათ 7 სოფლიო კრების სწავლება, ივანე ოქროპირი, ბასილი დიდი და თუ ამას ეწინააღმდეგები, მაშინ ახლა მე რა დაგიმტკიცო, რა გიხსნა შილო შენ იმას კრებებს არ ემორჩილები და დოგმატურ სწავლებას არ ემორჩილები, ხო? და თანამედროვე ენაზე არის გამოსული ნიკოდიმოს მილაშის განმარტებებით, აი დაღეჭილია მათეს სახარება, იოანეს სახარება, ყველაფერი განმარტებულია, წაიკითხეთ, შვილო, მეტი წიგნიერება, მეტი სმენა, მეტი ლოცვა, მეტი მორჩილება, მეტი უბრალოება. ნახეთ პავლე მოციქული რას ამბობს, მინდა ეს ყველა ახალგაზრდამ გაიგოს, რომ ცოდნა განალაღებს და სიყვარული აშენებს. ცოდნა სიყვარულისა და ზნეობის გარეშე ძალიან საშიშია. ცოდნა სჭირდება აუცილებლად სიყვარული, თავდაბლობა. ადამიანი ფასდება თავდაბლობით, ხო? სითხე იზომება litrებში, წონა იზომება კილოგრამებში, მაგრამ ადამიანი იზომება რამდენად თავდაბალია. ამპარტავანი ადამიანი სხვას არ მოусმენს და იმახსოვრეთ. ამპარტავნება არ დაგანახებს შენზე უკეთეს. სულ გონია რომ სხვაზე უკეთესი შენახარ და არ გისმენს. აი, ხო გინახიათ რომ ელაპარაკებიან და ერთი სული აქვს, როდის მორჩება რომ თვითონ დაიწყოს საუბარი. არ გისმენს, ამპარტავანი ადამიანი არ გისმენს და თავდაბალი შეიძლება არ გაითანხმება, მაგრამ მოგისმენს და მერე გადახარშავს. ეს ძალიან მარტივი სიმპტომია რა, ამპარტავანი ადამიანი არ გისმენს, იმიტომ რომ ამპარტავნება თავისზე უკეთეს არ დაანახებს არასოდეს. მას გონია რომ აი შენახარ მესიის მახვილი, შენახარ ახალი ოქროპირი, შენახარ ახალი ბასილი დიდი და მოკლედ აი შენ გაქვს ჯოჯოხეთის და 64-ის გასაღები. ეს ძალიან სერიოზული ხიბლია, ასეთები სამწუხაროდ ბევრნი იყვნენ, ყველა გენიოსი იყო. აი მაგალითად არიოზი ხო, თავის მწვალებლობას მაშინ სად იყო ინტერნეტი, სიტყვით ლექსების სახით გადასცემდა. მეგონდოლეები და ესე თქვა ქუჩის დარაჯები და ისინი ყველა ამას ზეპირად ამბობდნენ. არიანელობა, მწვალებლობა პირველი რის გამო სოფლიო კრება შედგა. მაგრამ ეკლესიამ დაამხო და ამხილა რომ მწვალებლობა იყო, ხო? ზოგს გონია რომ აი ვიღაც კარგად საუბრობს კი არა, როგორ საუბრობს, რას საუბრობს, ეს არის მთავარი და არა კარგად საუბრობს, ხო? ორატორები იცით რამდენი იყვნენ ანტიკურ ხანაში?
და გინდაც მოციქულების პერიოდში იცით რა ურატორები იყვნენ თეთრზე დაგანახებდნენ და შავია და შავზე თეთრს და ეკლესიამ ამ ყველაფერს გაუძლო და აჯობა ამას რატო უყვიდათ ფარისევლებს რომ ქრისტეზე რომ ეს როგორ ლაპარაკობსო არსად არ უსწავლიაო და საიდან ლაპარაკობსო ასეო როგორ ძალაუფლების მქონეო ისე ლაპარაკობსო ხო უყვიდა ფარისევლები და წიგნობრები ძალიან განათლებული ხალხი იყო სად წერტილიდან მძიმე იყო ყველაფერი იცოდნენ და ქრისტე რო ციტირებდა ამას ხო ვერ იგებდნენ სად ისწავლაო ამან ამდენი ხო და მეთევზურები პეტრე სხვა მოციქული ერთი პავლე იყო განათლებული ხო დანარჩენი ყველა მეთევზური და უბრალო ადამიანი იყო როგორც კი სულიწმინდის მადლი გადავიდა მათზე ხო წავიდნენ და სოფლიო გააქრისტიანეს ხო როგორ სულიწმინდის მადლით ხო მაგრამ სულიწმინდის მადლი ამ პარტავან ადამიანზე არ ჩერდება როგორც მთაზე წვიმა არ ჩერდება ხო წვიმა ჩერდება სად მიწაზე ხო ეს გუბეების სახით რომ მიწა შედარებით თავდაბლობის სიმბოლოა და ქედმაღლობა არის მთა ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ ბავშვებო ვინცაც გონია რომ ძალიან მაღლა ავიდა ფრთხილად უნდა იყოს რომ არ ჩამოვარდეს იქიდან იმიტომ რომ ოდესაც უკვე მთა დამრეცი ხდება იქიდან ჩამოვარდნა ძალიან რთული და საზიანოა დაიმსხვრევი მაგრამ თუ დაბლა თუ იქნები ისეთი არაფერი არ დაგემართება ანუ თავდაბლობით და სიყვარულით თუ მოიქცევით რა ვიცი მე მგონი რომ მისაღებია ხო ეს ყველაფერი იმიტომ რომ ეს არის დედა ეკლესიის სწავლება რომელიც ყველა მოძღვარმა და ყველა მრევლმა უნდა იქადაგოს და უნდა იცოდეს მადლობა მამაო კიდევ ერთხელ ცოტა ემოციური გავხდი და ბოდიშს მაყურებელს და მადლიერება მინდა გამოვხატო მაყურებლის მიზამართით და რატომ წელიწად ნახევარზე მეტია მე ამ სივრცეში ვარ და მეტწილად იყო თითქმის ყველა ლაივზე მიწევს ძალიან ბევრი ადამიანის დაბლოკვა და ხაზგასმა რომ ჩემთან ცენზურა დაცულია და თუ კი ადამიანს არ შეუძლია ზრდილობიანად და კულტურულად დააფიქსიროს საკუთარი აზრი ყველა ვარიანტში ჩემთან დაიბლოკება და ვერ მომისმენს და დღეს უფალს მადლობა მხოლოდ ერთადერთი შემთხვევა იყო და ძალიან გამიკვირდა არა და ყურებადი ლაივია ყოფილა ლაივები როცა 50-60 კაცი გვიყურებდა მეტი ვერა 200 კაცზე მეტი აქ არის გარედანაც იმდენი გვიყურებს და ერთი კომენტარის ავტორი არ ყოფილა ისეთი ვისაც მომეწევდა ხაზგასმა რომ ცენზურა დაიცავით თქო და მადლობა თითოეულ თქვენთაგანს ეს თქვენი ავტორიტეტია თეკლა ნომბილეთ წარა წელიწადზე მეტი ვიბრძოლე მამაო და რატომ ჩემთვის მთავარი რაც იყო აქ შემოსული სამ სისტემაში შემოსული TikTok-ის გვერდზე იყო ის რომ თუ კი აქ არის სიბინძურე არის გინება ფურთხება ლანძღვა განკითხვა ჭორაობა ბირჟის ვარიანტის შეკრებები სადაც ერთმანეთს ლანძღავენ ადამიანები და ძალიან მარტივად შეუძლიათ ერთმანეთი გაწირონ სიკვდილად ნახეთ თვითყველობამდეც კი მიიყვანონ შეიძლება ძალიან სუსტი სულის მქონე ადამიანი ისეთი ბულინგი მიდის ხოლმე ამ სივრცეში მე ვცადე მაქსიმალურად რომ აქ შემექმნა ისეთი გარემო სიბინძურეში შეიძლება რაღაც უფრო გააკეთო და სწორად გამომეყენებინა ეს სივრცე და როდესაც დავიწყე ამ ყველაფერზე ჩემზე ძალიან დიდი ჯოხი გადატყდა გინების და მთელი კორიანტელი მაგრამ ვეცადე და გაუძელი და უფალს მადლობა ამისთვის და მადლობა ყველას დღევანდელი შეიძლება ერთი ბოლო თქვენი დედიკოც ემიგრანტებს დანდება და დღეს ძალიან ბევრი ემიგრანტი გვისმენს და გვიყურებს და მინდა მოვიკითხო ყველა ემიგრანტი განსაკუთრებით ნუგეშელები ასეთი კრებულია ჩატში რომელიც მე უკვე 2 წელია მოძღვრავ და აქავე დავაანონსებ რომ ვისაც უნდა რომ ღვთისმეტყველება ყოველდღე მოვისმინოს ფსალმუნები სახარება და ურთიერთობა გქონდეთ სასულიერო პირთან ყველას ვეპატიჟები მოკითხვა ყველა ნუგეშელს თქვენ ბევრი ყოლიათ ნუგეშელი დამეგობრებული და ყველა მინდა იცოდეთ რომ ნახევარი საქართველოს დღეს გასულია ემიგრაციაში და მათ ჭირდება სითბო, სიყვარული, დალოცვა, ყურადღება ხო ჩვენ ძირითადად მათგან ვითხოვთ ფინანსურ დახმარებას ხო ჩამირიცხე, გადმომიგზავნე, მაგრამ იმათ რა ჭირდებათ ამაზე თუ ნაკლებად ფიქრობენ ხანდახან და მათ ჭირდება დალოცვა, შეგონება, გამხნევება, მოკითხვა და შეხსენება რომ ჩვენ მათ ველოდებით
და ისინი უნდა დაბრუნდნენ თავიანთ ოჯახებში. მადლობა თეკლა, მე მგონი საინტერესო გადაცემა გამოვიდა. ძალიან საინტერესო გამოვიდა და ერთადერთი შეკითხვა დამრჩა მამაო და არ მინდა ამას ვადევნებ ხო, ძალიან საინტერესო კითხვები შემოდის. მე მაქვს ჩანიშნული სპეციალურად თქვენთვის ეს შეკითხვა. რა პასუხისმგებლობას განიჭებთ როგორც სულიერ მოძღვარს უძველესი და ისტორიული ტაძრის წინამძღვრობა? აი ამაზე მინდა რამოდენიმე სიტყვა თქვენეული რომ დაგვიტოვოთ და მე უკვე დავემშვიდობებით. ხო, აი კარგად თქვით, მე ყოველთვის 2001 წლიდან გახლავართ წინამძღვარი და ყოველთვის ვამბობ რომ წმინდა ნიკოლოზი არის ჩვენი ტაძრის წინამძღვარი და მე ვარ დროებით მოვალეობის შემსრულებელი, სანამ უკეთესი წინამძღვარი არ გამოჩნდება. და გეტყვით, მახსენდება ყოველთვის, როდესაც მოსე ადის სინას მთაზე. ამას გრიგორ ნოსელი განმარტავს, რომ ეს არის ღვთისშემეცნების მთა. გვირგვინვა, ქუხილი, ჭექა-ქუხილი, ცეცხლი და ღმერთის ხმა ესმის მოსეს, რომ ფეხზე გაიხადეო, ესო წმინდა ადგილია. აი ასეთი განცდა მეუფლება ყოველთვის, როდესაც დავდივარ მე ნარეყალაზე, რომ გავიხადო ფეხზე და ძალიან მოწიწებით და მოშიშებით შევიდე წმინდა ნიკოლოზის ტაძარში, რომელიც გადაყურებს თბილის ზევიდან და ყოველთვის მოშიშებით და მოკრძალებით და არ დამეჯეროს რომ მე ამ ტაძრის წინამძღვარი ვარ და რამეს წარმოვადგენ. ყოველთვის ასჩემა მრევლმა ყველამ ეს კარგად იცის ძალიან და არც ამბიონზე მიდგა ხშირად ვიდგე რომ სხვა მოძღვრებმაც უნდა იქ ადაგონ და არ მინდა რამით გამოვირჩეოდე გარდა თავდაბლობისა რომ ვარ ტაძრის წინამძღვარი. იმიტომ რომ წმინდა ნიკოლოზის ტროპარი ასე გამოითქმის კანონად სარწმუნოებისა და ხატად სიმშვიდისა, მოძღვრად მარხვისა, ხო? სიმდაბლე, რა ვიცი, ცოდნა, სიყვარული, ეს არის ქრისტიანობა ჩემოგარგებო. ხოლო პაიქრობის სენი ეს უკვე ბოროტისგან არის. ჭეშმარიტება პაიქრობაში არ იბადება. ჭეშმარიტება ერთხელ დაიბადა ბეთლემში, იუდეის ბეთლემში და ჩვენ გულებში უნდა იყოს უკვე დაბადებული დიდი ხანი. მადლობა, დიდი მადლობა, პატივცემულ მაყურებელს და მე უკვე დაგემშვიდობებით, მამაო. მე პირობას გაძლევთ, რომ მომავალშიც სიამოვნებით ჩაგერთვებით. მადლობა ძალიან დიდი. საჭირო არის ნამდვილად, მამაო, მე ვფიქრობ და მაგიტომაც შემოგბედეთ და გთხოვეთ. მშვიდობიანი საღამო ყველას, მშვიდობიან სამყაროში გაუფუძებოდეს, რაც მთავარია და მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. არიცით რამხელა ემოცია თუნდაც ჩემთან, ერთ ადამიანთან რამხელა ემოცია მოიტანეთ დღევანდელი საღამოთი და დარწმუნებული ვარ, მაყურებლებიც ესე არიან განწყობილები და უღრმესი მადლობა იმისთვის, რომ მადლობა მე პირიქით თქვენ და მაყურებელს. მშვიდობიანი საღამო, ნახვამდის მადლობა. მშვიდობიანი ღამე.